ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქუჩურად დაიწყებდა საუბარს. დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც მაგ ცხოვრების ცხოვრობს, შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს პაგონების და სამხრეების ქვეშ მყოფი ადამიანები, მათ რომ ეტრფიან. შარლატანი ხართ ჩვეულებრივი თუ მნიშვნელოვანი პირი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა და როლს თამაშობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ფორმალურად ჩავიცვი და მოქალაქეთა კავშირი მართავდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებას და იმის მერე 4 პრეზიდენტი შევიცვალე, 26 მინისტრი და მესამე პოლიტიკური ხელისუფლება არის ეს. ქართული ოცნების პროპაგანდამ გადაიღო სააკაშვილს ფილმი ციხეებზე რო არის ფილმი გადაღებული. გოგა ხაინდრავას გადაღებულ ფილმს გულისხმობ? კი, ყველაზე დიდი პროპაგანდისტის და ანუ იქ ჩაწიხლის კორიდორები აქვს გადაღებული. და გაჩვენეთ ხაინდრავას ის კორიდორები, რასაც ეს პოლიციელები აკეთებენ, ანუ რა შევცვალეთ, რითი გავიზარდეთ ჩვენ. რას უკეთებს ზვიად ხარაზიშვილი ამ ხალხს ესეც? აბსოლუტურად არ არის საჭირო იმ ღონისძიებების განხორციელება, იმ აგრესიული და იმ ზიზღნარევი ღონისძიებების განხორციელება, რასაც ესენი აკეთებდნენ. დაახლოებით 400-500 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია საჭირო სულ სავსე იყოს რუსთაველის გამზირი ის რომ გაიწმინდოს, ხვდებით? დამიჯერეთ 4ჯერ და 5ჯერ მეტი რაოდენობა არის პოლიციელების ჩართული, ვიდრე საჭირო არის. გამარჯობა ირაკლი, როგორ ხართ? მოგესალმებით, კარგად. უკვე კარგად. ნელა ვლაგდები. ხო, 3 დეკემბერს დატოვეთ სამსახური, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი და 26 დეკემბერს საქართველო. პრინციპში რამდენიმე დღე გავიდა, მას შემდეგ რაც უკვე ჩახვედით. შეგიძლიათ თქვათ, როგორი იყო, იმიტომ რომ საქართველოს დატოვებამდელი ინტერვიუ გვაქვს, თქვენი ნანახი და არ ვიცით, მას შემდეგ როგორია თქვენი ცხოვრება. კი, 3-ში წამოვედი, 4-ში წამოვედი, უბრალოდ პატაკი 3-ში დაიწერა. და საქართველოს დავტოვე არა 26-ში, არამედ 22 დეკემბერს. ანუ ეს ფოტო უფრო მოგვიანებით გამოაქვეყნეთ. კი, 23 დეკემბრიდან ყოფილი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რთული არის, ძალიან რთული არის, მით უფრო როცა დაუგეგმავად, მე ფაქტიურად სადღაც 3 დღეში მივიღე გადაწყვეტილება ქვეყანა რომ დამეტოვებინა. იმდენად დაუგეგმავი იყო, რომ ბავშვებისთვის რაღაც ტანსაცმელი ეხლა აღმოვაჩინეთ აქ, რომ ეს პატარა გოგონას თავის საყვარელი სათამაშოდ დარჩა იქ და რაღაც ესეთი ნიუანსები და რთულია ძალიან უცხო ქვეყანაში ამ ხელსახელმწიფოში ორშენთან ერთად, მაგრამ გავდივარ ამ რთულ პროცესებს ისევე როგორც ალბათ ყველა იმიგრანტი გადის. თუ შეგიძლიათ ეხლა უკვე თქვათ რომელ ქალაქში ხართ, სახლში ხართ, სასტუმროში ხართ, რა სტატუსი ხართ, იმიტომ რომ რაღაც ესეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ წასვლამდე თქვენ გქონდათ როგორც პრეზიდენტთან, ასევე საელჩოსთან კომუნიკაცია და ჩართულები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ქვეყანა უსაფრთხოდ დაგეტოვებინათ ამ პროცესში. იცით რა არის, აი ამ ეტაპზე სად ვარ, რომელ შტატში და რომელ ქალაქში, ჩემი ორი მეგობრის გარდა აბსოლუტურად არავინ არ იცის და მადლობა მინდა მე გადავუხადო აქ ცხოვრება ქართველ ემიგრანტებს, რომ გაიგეს რომ ამერიკაში ვიყავი. ნუ აი საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი და მზაობა გამოთქვეს განუზომელი. უბრალოდ გითხარით რა გავაკეთოთ, რაში დაგეხმაროთ, ფინანსურად, ტრანსპორტით, საცხოვრებლით. სასტუმროში ვიყავი და სასტუმროდან სასტუმროში დავდიოდი შტატიდან შტატში, სანამ რაღაც ასე თქვა თავის დამკვიდრ დღეს სადაც გავჩერდი, აქამდე რამდენიმე შტატი გავიარე. დღესდღეობით უკვე სახლში ვარ. ვინა ვიქირავე, უმზადებით ახალი ცხოვრებისათვის. წარმოგიდგენიათ ამ ახალი ცხოვრების კონტურები, ვინაიდან ესე მოულოდნელად და დაუგეგმავად მოგიწიათ ამ ახალ თავგადასავალში გადაშვება? მე ერთ დღეში არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. ფიზიკურად წარმოუდგენელი არის. ვინმე რომ ჩააყენო საკუთარი თავი, ხო? ანუ ერთ დღეში ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღე. შარშან ვაპირებდი იდეაში წამოსვლა, საერთოდ გეგმავდი სამსახურიდან, მათ შორის იყო რაღაც შემოთავაზებები, როგორც შემოთავაზებები და ალტერნატიული სამსახური, ანუ ამერიკელებიც ამ თავაზობდნენ ჩემი მეგობრები, როგორც ამერიკაში, ისე კანადაში.
და რთული იყო, იცით რა არის, ანუ ოჯახის დატოვება რაღაცა გარკვეული პერიოდით და უცხო ქვეყანაში გადასვლა ჩემს ირგვლივ ვინ წავიდა საზღვარგარეთ 1 წლით მინიმუმ 8 წელია უკვე იქ არიან და უკან ვერ ბრუნდებიან. არ ვიცი, მართლა გულწრფელად არ ვიცი როგორი იქნება ეს, თუმცა ერთი რაც შემიძლია გითხრათ ჯერ ადამ წამს რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს და რაც არ უნდა უდიდესი პატივისცემა ამ ქვეყანას ჩემგან, თუმცა ბუნებრივია ჩემი ბოლო გაჩერება საქართველოს იქნება ყოველთვის. ჯერჯერობით სისტემის მხილებისთვის ხართ მზად? ხოლმე, რა თქმა უნდა. ჩემი ინტერვიუ ზუსტად მამას ემსახურებოდა, მე რომ რაღაცა საკითხებს სხვადასხვა პრიზმაში ვხედავ და რაღაცა საკითხები სხვადასხვაგვარად მესმის, ეს იმას არნიშნავს, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, ამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების სურვილი მაქვს, აბსოლუტურად არანაირი. ჩემი მთავარი მოტივი იყო სწორად და საზოგადოებას ცოდნოდა მიმდინარე პროცესები რეალობაში როგორ არის. იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ამის მიღმა საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამ თავის ამომრჩევლებზე მოხს, ანუ რამოდენიმე ასე ვთქვათ, სამთავრობო ტელევიზიის არხების საშუალებით და ეს არ არის სწორი. პირველ რიგში საზოგადოება თვითონ სახელმწიფომ გახლიჩა და დაყო თავისიანებად და სხვისიანებად. ეს იმჩნევა, ეს ძალიან შესამჩნევი გახდა აქციების დროს თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდანაც. ანუ პოლიცია აქციეს მხარით, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია. პოლიცია იცავს კანონებს და პოლიცია მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩოებში. პოლიციელი არასდროს არ უნდა გახდეს მხარე. იქ პოლიციელები ვიდეოები მაქვს ნანახი. პოლემიკაში და დისკუსიაში შედიოდნენ პოლიციელები მოქალაქეებთან. ვისწავლით და ვიბრძოლ. ხო, მოვიდა და შენე გარიცინე სადიხარ. ომში ვიყავ. უი, რასა? ტუნისზე განოციტისა იქ ვიყავი. აგინებდნენ კიდეც. ნუ ის გაუგონარი შეურაცხყოფები არა. აქ არის საუბარი დისკუსიაში შედნენ, აი პოლიციელი მოქალაქესთან შედის დისკუსიაში და აუშვათ ვინ არის პერი, ვინ მოყარე, ანუ ეს პოლიციელი საქმე არ არის. პოლიციელმა უნდა იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში. პოლიციელმა უნდა დაიდენტიფიციროს რა არის დანაშაული, სად გადავიდნენ ზღვარს და უკან უდგას სახელმწიფო, წიყავს თავისი მოქალაქეები. უნდა დაიცვას სახელმწიფო, უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები და დღეს რაც შექმნეს და ეს მოქმედმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა ესეთად. შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას ანუ თავრობა კი არ იღებს პასუხისმგებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა პირისპირ საქართველოს მოქალაქეებთან. და ის აგრესია, რომელიც დაუშვათ თავრობას ეკუთვნის, ხო? იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რიგი თანამშრომლები. ჩემი პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ ეხება. სისტემაში რამდენია ისეთი, ვინც ამ სისტემას კვებავს თავისი არ ვიცი სიჩუმით თუ უცოდინრობით თუ სხვა კომპონენტებით, აგრესიით თუნდაც ძალის გამოყენებით საჯარო სივრცეში ხალხის მისამართით და რამდენია ისეთი, ვისაც არ მოწონს, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სულ გვესმოდა ლაპარაკი იმაზე, რომ უფრო და უფრო ცოტა კვალიფიციური ადამიანი რჩება, კარგად გადამზადებული კადრები გადიან, სისტემა იტოვებს მხოლოდ მათ, ვინც მას არ ეწინააღმდეგება და ასე შემდეგ. არიან, ნამდვილად არიან და ეს ერთგვარად არის დამაიმედებელი, რომ სისტემაში არიან კიდევ ადამიანები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და მათთვის ანუ ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანი არის და ახდენენ ზოგადად აქვთ და შესწევთ უნარი გაარჩიონ რა არის ქვეყანა, ქვეყნის სამსახური და რა არის პერსონიზირებული სამსახური, ხო, იმიტომ რომ დღეს არის პერსონიზირებული. პრობლემა ნახეთ ორ ნაწილად არის. დეზინფორმაცია, დღეს სისტემაში რა არის პრობლემა? დეზინფორმაცია და ცენტრალიზებული მართვის მოდელი და მიდგომა. ანუ დეზინფორმაცია განსაკუთრებით აი ესე
ეტაპობრივად და რაღაცა შკალასავით გაიზარდა 2022 წლიდან. აქ არის საუბარი, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. ეს დეზინფორმაცია და საზოგადოებაზე, მათ შორის ანუ საზოგადოებაში მოგულისხმობ თანამშრომლებს ეტაპობრივად მიწოდება, ეს ხდებოდა ეტაპობრივად, რომ დასავლეთი მტერია, დასავლეთი ცუდია, ამის ხარისხმა პიკში მიაღწია უკვე 2024 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნები დასრულდა და მე გლობალური ომის პარტია და ასე შემდეგ, ხო? გულდასაწყვეტი ჩემთვის არის მხოლოდ ერთი რაღაც, რომ შესაძლოა ღიად ესე ვერ საუბრობენ, მაგრამ შემხედრია მაგალითად პირად საუბრებში, იქაც კი უჭირთ იმდენად მაღალი არის შიში, ვინმე არ მისმენდეს, მე ამით რაღაც არ დამაშანტაჟონ, ჩემს ოჯახის წევრებს არ შეეხონ. შესაძლოა ეს არ ჩანს, მაგრამ მინდა გითხრათ კატასტროფული მდგომარეობა არის, იმიტომ რომ ზოგადად 2012 წელს საზოგადოებამ რატო ამოიღო ხმა, ხო, ანუ იქ იყო მთელი რიგი სისტემური პრობლემები და ამას დაუპირისპირდა საზოგადოება, თორე კურსი სახელმწიფოს არ შეუძლია პირიქით, ხო? ანუ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იდგა. მაგრამ იყო მთელი რიგი სისტემური პრობლემა და საზოგადოება ელოდა. მათ შორის მეც ერთ-ერთი რომ ეს სისტემა გაჯანსაღდებოდა და გამოსწორდებოდა და დღეს მივიღეთ გაცილებით მახინჯი სისტემა, ვიდრე შეიძლება 2012 წლამდე პერიოდში ამის თქმათ ამამად შეგიძლიათ, რომ ეს სისტემა გაცილებით მახინჯია, ვიდრე 2012 წლამდე იყო? გაცილებით მახინჯი არის, იმიტომ რომ ესენი არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარებიან. აქციის მონაწილე საუბრობდა რომელიღაცა, რომ სახელმწიფო აქციებს ბესპრიდელად. აი ზუსტად ესეთი არის დღეს სახელმწიფო. აი ნარატივს დავასრულებ, რა დეზინფორმაცია 2022 წლიდან ხო დაიწყო ეს და ანუ ძალიან კარგად ყვებავდა ამ დეზინფორმაციის მანქანა, მათ შორის თანამშრომლებს. და ბოლო წყალგამყოფები რა აღმოჩნდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღირსეული პარტნიორის წვრთნები გააჩერა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კიბერმიმართულების პროგრამა გააჩერა, რომ აღარ თქვა ცალკეულად ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაჩერებული დიალოგები და სამომავლოდ ბუნდოვანი მომავალი. და ამ ნაწილს საზოგადოება ძალიან ცუდად აწვდიან, რომ ეს არაფერი არ არის და ანუ რა იყო და მე რა მოხდა და შიგნით ბირთვში და შიდა სიტუაციაში იქ უფრო მეტად გადადის ანუ ისრებს ხრიან ჩრდილოეთისკენ. ესე ღიად ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ეშინია ხდებით, მაგრამ აი წეღა რატო თქვი, ანუ წვეთ დაიწყეს 2022 წლიდან და დღეს უკვე ძალიან კაფიოთ არის. ანუ დღეს ძალიან კაფიო არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, საით არის მიმართული. ეს არის ჩრდილოეთისკენ. დასავლეთში მიღებული განათლება დღეს უკვე ამათვის არის პრობლემა. ბევრჯერ ვთქვიათ მაგალითად ჩემთვის, რომ შენი დასავლური განათლებებით ასე და რა უთქვიათ, არ გვჭირდება შენი დასავლური განათლება, ნუ გვაწუხებ? ხო, ანუ არ გვაინტერესებს? მე რომ ჩვენთან საქართველოა ძმაო. რაღაცა აი არ ვიცი, ანუ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქუჩურათო დაიწყებდა საუბარს. დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც მაგ ცხოვრების ცხოვრობს, შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, პაგონების და სამხრეების ქვეშ მყოფი ადამიანები მათ რომ ეტრფიან. კატასტროფა არის დამიჯერეთ. ირაკლი, ვინ გეუბნებოდა ამას, რომ შენი საქართველოა ძმაო და არ გვაინტერესებს შენი დასავლური განათლება? შენ იერარქიაზე მყოფი ხალხი თუ ხელმძღვანელები? საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. ჩემზე მაღალი თანამდებობის პირი, ვისთანაც ჰქონდა ამაზე საუბარი. ერთი ხარება თუ ვინმე სხვა? თუ მინისტრი? არა, მინისტრთან არ მქონია მასე საუბრები. მე არ მინდა სახელს და გვარებს მოვერიდები ამ ეტაპზე და დავიცავ კიდევ ასე ვთქვათ მათგან განსხვავებით მე დავიცავ ასე ვთქვათ წესებს რომ მაგრამ ჯერა რომ მოვა დრო და სახელი და გვარებით აბსოლუტურად ყველა სათითაოდ აგებს პასუხს
ჩემს წინაშე არა, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ მათ მიერ დღეს თუნდაც 1 საათში გაფუჭებული და 1 საათში დანგრეული საქმით ჩვენი შვილების თაობას 10 წლეულები დასჭირდება, რომ გამოასწოროს. თუნდაც ის, რაც დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპუტაციული ზიანი მიაყენეს, ეს ადამიანები წავლენ და სისტემა დარჩება. მათ შორის დარჩებიან თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ შესაძლოა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული. იმიტომ რომ მე რომ მოდიოდი, მე მითხრეს რაღაცა ნაციონალებმა გადაგიბირეს. არ ვიცი, აი თან ისეთი ადამიანები, რომლებიც იმათ დროს უკანა თათებზე იდგნენ, ხვდებით და არაზროს არ ყოფილა მე პოლიტიკური მხარე. არც ყველა წესიერი და ღირსეული ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი არაზროს არ გახდება მხარე. ის იქნება ყოველთვის იქ, სადაც უნდა იდგეს, სადაც ჭირდება ქვეყანას. პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცვალებადი არის და იცვლებია. და თანამშრომლები მუდმივი არიან და რჩებიან. ეს კულტურად ჩამოსაყალიბებელი არის დღეს საქართველოში სამწუხაროდ, რომ მოდის მინისტრი და რომ მოდიან ასე ვთქვათ, მაღალი თანამდებობის პირები არ უნდა შექმნან ისეთი გარემო თანამშრომლებს, მით უფრო პოლიციას, მით უფრო თავდაცვის თანამშრომლებს აიძულონ, რომ გახდნენ მხარე, ხდები? ანუ პოლიციელები და თავდაცვის თანამშრომლები ქართული ოცნების პროპაგანდის რაღაცა პეიჯებს არ უნდა აზიარებდნენ, ხდები და არ უნდა გამოდიოდნენ და პოლიტიკურ მხარდაჭერას რომელიმე ამა თუ იმ პარტიას არ უნდა უჭერდნენ. რომ აღარ ვთქვათ, შიგნით დახურულ სივრცეში რეებს კადრულობენ და რეები ხდება და რა რეებს აკეთებენ, მაგრამ ღიად მაინც არ უნდა აკეთებდნენ, ხდებით, ანუ არ არის ეს პოლიციელის ვალდებულება არის დაიცვას წესრიგი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ჩარჩოებში. ირაკლი, დეზინფორმაციაზე ძალიან მაინტერესებს და რამდენიმე რამეს კითხავ. პირველ რიგში თქვით, რომ 2022 წლის მერე განსაკუთრებით გაიზარდაო, ხო, ეს ნაკადი დეზინფორმაციული ნარატივებისა. თუმცა არსებობს ხალხი, ვინც თulis, რომ მანამდეც არ ჰქონდა კარგად ამ მიმართულებით და პრორუსული განწყობები მანამდეც ძლიერდებოდა ხო ამ ქვეყანაში. ამაში რას გულისხმობთ გაძლიერებაში, შიდა სისტემაში რაიმე არხით ვრცელდებოდა ან შიდა საუბრებში მოიმატ ამაზე საუბარმა თუ აი პროპაგანდისტულ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს და მათ კონტენტს მოიაზრებთ და იმას რომ სისტემაში დასაქმებული ხალხი ძირითადად ამ საინფორმაციო არხებს მოიხმარს. მოგეხსენებათ ზოგადად ეს დეზინფორმაციის და საინფორმაციო ოპერაციები სალექციო კურსი კი არა, შესაძლოა რამდენიმე წლიანი ხალხი მთელი ცხოვრება ამაზე მუშაობს. კი, მე მყავს მეგობრები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და წლებია ამ მიმართულებაში არიან ჩართულები. და ესე ერთი სიტყვით და ორით ვერ ავხსნი ამას, ხო, ანუ ეს საინფორმაციო ომი და დეზინფორმაცია, ანუ რუსეთი ამ ნაწილში როგორ არის ჩართული. თუმცა რამოდენიმე ფაქტორი მინდა გამოვკვეთო. ერთი რომ თვითონ შიდა სამზარეულოში, ასე ვთქვათ, ძალიან ასე ვთქვათ, უკვე მომატებულად და აგრესიულად ხდება დასავლეთის მიმართ ზიზღის და აგრესიის გამოვლინება და ამას სად არის შიდა სამზარეულო სამინისტროს დერეფნებში, კაბინეტებში, საწვრთნელ ბაზებზე, ხო? სამინისტროს დერეფნებში, კაბინეტებში, შეხვედრებზე, სადაც დახურული შეხვედრები არის, საუბრობენ ამას ძალიან ღიად. ანუ დასავლეთის მიმართ აგრესია. და ყველაზე, ანუ რატო იკვეთება, ხო, ანუ ადამიანს, რომელიცაც ფიქრობს, რომ ესე არ არის, მაგრამ მაინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ხო? ანუ დასავლეთი გარყვნილების პროპაგანდა, LGBT პროპაგანდა და ამაზე რამოდენიმეჯერ მქონდა საუბარი, რომ შევატყე რომ იძაბებოდნენ, მე თავს ვანებებდი, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად სისტემაში ისე ვიყავი, არავინ უკან არ მედგა, ხვდებით? კი მაწერენ ახლა ვიღაცის კადრებას, ანუ იმის დანიშნული ყოფილა რაღაცა გახარიას. ვის გაწერენ? გახარიას? დიახ, მაგრამ მე არასოდეს არავისიანი არ ყოფილვარ. და იმიტომ მივიღე ესეთ ამამად გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავი.
აი მაგალითად ეხლა ხარებას ხო ხარაზიშვილს იყავს თავისი ხალხი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დირექტორთან ანუ ზიადისთან ვალში არიან და მე ამაში ვერ ხედავ ჩემთვის რომ იყვნენ ვალში ხდებით მე არ ვიყავი ანუ და არც არავის წინაშე არ ყოფილვარ და არც არავის წინაშე არ ვიქნები ჩემი ვალში ვიქნები ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნის წინაშე რატო არიან ვალში რას უკეთებს ზიად ხარაზიშვილი ამ ხალხს ესეც სამსახურიდან ანუ ბავშვობიდან ყავს გაზრდილი ესენი და მოყვება და რა ცნობილი ფაქტია ბოლო წლებში სადაც მუშაობს ესე 30-50 კაციანი დელეგაციით გადაადგილდება და ზმიდის მიყავს ხალხი. ნუ ეგ არ არის საინტერესო, ანუ რას ვიძახი ხო, რომ იმიტომ გავჩერდი მე ამ ნაწილში და აღარ შევსულა პოლემიკაში, რომ შეიძლება ეთქვათ, რომ დაიხურე ქუდი წადი. იმიტომ რომ ოდესაც შედიხარ ამ ნაწილში დისკუსიაში, ხდები და ამ დეზინფორმაციას უპირისპირებ არგუმენტებს, უკვე მათ გაღიზიანებას იწვევ. ანუ როგორ ფიქრობთ ახლა მაღალი თანამდებობის პირს, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ხო? ანუ შეიძლება არ ქონდეს თეორიული განათლება, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება აქვს 20 წლიანი და ის გეკამათება და უშუალოდ რომ დასავლეთი თავზე გვახვის LGBT პროპაგანდას. არანაირი LGBT ფაქტები მოიყვანონ და სად ამბობენ ბიუჯეტის განხილვისას, რაღაც დანაშაულების სტატისტიკის განხილვისას, რაღაც სპეცოპერაციების დაგეგმვისას, ანუ აი სად რჩება სივრცე სამინისტროს შეხვედრების ოთახში თუ დერეფნებში, ამაზე სამსჯელო სადრჩება კი არა მაგისტვის არის ყველაზე მეტი დრო გამოყოფილი ვიდრე დაუშვათ ბიუჯეტი დაგეგმონ, ვიდრე სპეცოპერაციები დაგეგმონ, ვიდრე რაღაცები განიხილონ, ვიდრე ქვეყანის განვითარებაზე იზრუნონ, ვიდრე სისტემის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, ამის გარდა მხოლოდ ამას აკეთებენ. აი შეიძლება დაგიბარონ შეხვედრაზე, სადაც არ ვიცი, რაღაცა უნდა დაიგეგმოს და ამაზე იყოს მსჯელობა, ამას ამბობთ? არა, ესე პირდაპირ არა, მასე არ არის, რომ შეხვედრა თუ ტარდება რომელიღაც საკითხთან დაკავშირებით, ის შეხვედრა ჩატარდება იმ საკითხთან დაკავშირებით. აქ არის საუბარი შეხვედრის დაწყებამდე, შეხვედრის დასრულების მერე. ეგრეთ წოდებული time break-ის პერიოდში ხდება აი ესეთი დეზინფორმაცია. ბოლოს აი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი რა არის, აი ამინდა რომ ახსნა და საზოგადოება მიცოდეს გამოიტანეს საფრანგეთის და გერმანიის კადრები როგორ არბევენ დასავლეთში და მერე ასე ვთქვათ ქარდებად გააკეთეს დასავლეთი ჩვენ მოგვიწოდებს. გერმანიაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი საფრანგეთში როგორ ხდება, იმიტომ რომ ზუსტად ის კურსი მაქვს გავლილი მე ჰოლანდიაში, როგორც საფრანგეთი მოქმედებს. საფრანგეთში საპოლიციო კანონმდებლობა დაფუძნებული არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე. ამის შესაბამისად არის შექმნილი კანონმდებლობა და მინიჭებული აქვს პოლიციას გარკვეული ლეგიტიმური უფლებები. ამის შემდეგ არის ამ კანონქვემდებარე აქტების დონეზე გაწერილი არის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, თუ როგორ მოქმედებს კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტულ მოცემულობაში პოლიციელი, მიმდინარეობს ღონისძიების ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ყველა პოლიციელს უკან აქვს სანომრე ნიშანი. ყველა პოლიციელი დაიდენტიფიცირებული არის. სპეც დანიშნულების ქვედანაყოფების გარდა ნიღაბი არავის არ უკეთია. და როგორ ხდება? როდესაც პოლიცია აკავებს მოქალაქეს, მტკიცებულებების მთელი ერთობლიობა არის წარდგენილი, მათ შორის ვიდეო, მათ შორის აუდიო და ასე შემდეგ. ხდებით? და ჩვენთან ეს ყველაფერი არის პირიქით დამახინჯებულად გადმოტანილი. იყო მცდელობა, ესე იგი 2000 თუ არ ვცდები 19 წელს, როდესაც თუ 18 წელს ბოდიში გიორგი გახარია რო იყო მინისტრი, მაშინ აქვს აღებული ვალდებულება, იყო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულება და ევროპის საბჭომ განახორციელა პროექტი. ვალდებულება იყო ესეთი კანონი პოლიციის შესახებ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ორგანული კანონი, რომ გაესწორებინათ, ანუ ჰარმონიზაციაში მოეყვანათ ევროკავშირის სტანდარტებთან. და ეს პროცესი დაიწყო 2021 წელს. ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან მე ვიყავი ამ პროცესში ჩართული და ამ პროცესში იყო ჩართული მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები. ანუ ესეთი სამუშაო ჯგუფი იყო, სადაც მუშაობდით, განვიხილავდით რა უნდა დაგვეხვეწა, რა უნდა გაუმჯობესებულიყო.
მოწვეულები იყვნენ როგორც დიდი ბრიტანეთიდან, ისე ირლანდიიდან, ისეთი ექსპერტები, ანუ ყველაზე აგრესიული, ასე ვთქვათ, საპოლიციო ღონისძიებები ზოგადად ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში და მერე საფრანგეთში ტარდება. ის ექსპერტები ყავდათ მოწვეული. მათ აღნიშნეს სხვათა შორის, რომ ანუ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა არის ძალიან ჰუმანური. და გვირჩი ეს რომ ცოტა გაგვემკაცრებინა ეს კანონმდებლობა. უფრო მეტი სიცხადე შეგვეტანა, ანუ აი მაგალითად შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში პოლიციის უფლებები გაგვეზარდა, რაც არ არის, ხვდებით? მაგრამ ამავდროულად მეტი სიცხადე შეგვეტანა მთელ რიგ პროცესებში, ანუ რო არ შევიდე და რო არ გავიარო, ამაზე ვიმუშავეთ 2 წლის განმავლობაში. ასევე კანონი პოლიციის შესახებ, რაღაც გარკვეული ცვლილებების შესულიყო, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რა, ამის მერე უნდა შექმნილიყო ეგრეთ წოდებული სოპები. ანუ სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, რითაც დარეგულირდებოდა, ხვდებით? ეს ყველაფერი. მე 2022 წელს მაგის გამო სამსახურიდან გამოშვების საფრთხის წინაშე ვიდექი, მაშინდელი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინა მაჭავარიანი რო არა შეიძლება გამოვიშიფრე სამსახურიდან, იმიტომ რომ მე ვთქვი მაშინ შეკრებაზე, იმიტომ რომ რაღაც ანუ მათი მხრიდან როგორ იყო, იცი რომ აი ეს არ გაქვთ, ეს არ გაქვთ, ეს არ გაქვთ და ვაჩვენეთ რომ გვაქვს, აი გვაქვს რაღაცა დაუმტკიცებელი იყო ეს სტანდარტული სამოქმედო პროცედურებიც, არალეტალური შეიარაღების სახელმძღვანელოც, მასების მართვის სახელმძღვანელოც და ანუ რო გაიგეს სამინისტროში რომ ეს ყველაფერი ვაჩვენე, ამაზე გაღიზიანდნენ, რომ რატო არ უნდა ქონოდათ? კი, არაწყობ და ხო და ანუ რა არის, ეს პროექტი ჩააგდეს. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს პროექტი ჩააგდო, ანუ ეს გამოყოფილი თანხა, რომელიც ევროპის საბჭომ დახარჯა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ანუ არ შეიტანეს არანაირი ცვლილება, არ გაუმჯობეს ეს, იმიტომ რომ ნახეთ რატო არაწყობთ. ანუ ეს რომ მიიღოთ, ხვდებით, ანუ ვალდებულება უნდა აეღოთ. სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით რომ მუშაობდეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმას არ მივიხებდით ქუჩებში დღეს რაც დეკემბრის თვეში ვიხილეთ, ხო? წარმოუდგენელი არის. არ მოხდებოდა, როდესაც იდენტიფიცირებული არის პოლიციელი, ის მოერიდება მსგავს რაღაცეების გაკეთებას, იმიტომ რომ მოქცეული იქნება გარკვეული ჩარჩოებში და კანონზომიერებაში და ვერ გადადავს. ეს არაწყობდათ, ეს ჩვენ შეგვიზღუდავს, ანუ პირად საუბრებში თქვეს. აქ მაინც თქვი გვარი და სახელი ვინ ჩააგდო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია მე მგონი. აი თქვენ როგორ რა დონეზე ჩააგდო, მინისტრმა ჩააგდო? მინისტრის მოადგილე, რომელიც ამ საკითხს კურირებდა. რომელი ერთი რამდენიმე მოადგილე ყავს მინისტრს? ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც კურირებს იურიდიულ პროცედურებს. და რომელიც სანქცირებულია პრინციპში ახლა უკვე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ. ხო, შიდა საუბრებში რო იცოდეთ, ამაზე ძალიან ბედნიერები არიან. რატო? სანქცირების გამო? ხო. რა პრობლემა არის? სამშობლოს გულისთვის სანქცირდებიან. ესეთი აღქმა აქვთ, ანუ ეს არ არის, რასაც გარეთ ამბობენ, სჯერათ ამისი? დავტოვებ ამ კითხვას პასუხი აუცილებლად. საინტერესოა, მე სულ ეს მაინტერესებს ხოლმე ადამიანები უცნაურ რაღაცას რო ამბობენ, სჯერათ თუ იციან, რომ ეს უნდა თქვენ. იცით რა არის, მე რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე, მაშინ უნდა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ზუსტად ვიცოდე და არ ვიცი, მართლა არ ვიცი. როგორ შეიძლება ადამიანს სანქციები უხაროდეს და თან მე ამას აწვდიდეს სხვას იმ ნარატივით, რომ მე საქართველოს გულისთვის დავსანქცირდი და ბოლოს რა ვიცი, ბატონი ბიძინას რო დაასანქცირეს, ამით თურმე ერმა მადლობა უნდა გადაუხადოთ და საბედნიეროდ, რავი, ბევრი არის, დარწმუნებული ვარ. შეიძლება იყოს ოცნების ამორჩეველი, მაგრამ განათლებული ადამიანი, დღეს განათლებული ადამიანი გაცილებით ბევრი არის და მგონია რომ გამოიტანენ ლოგიკურ დასკვნებს და მიხვდებიან სად არის დეзинფორმაცია და ტყუილი და სად არის ეს რუსული პროპაგანდა. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ანუ ესე გიჟივით ხდება ამ ინფორმაციების გაზიარება Facebook ჯგუფებში, რომ გერმანიაში როგორ დაარბიეს და ჩვენ ანუ და ანალიზ არ აკეთებენ. ანუ გერმანიაში რო დაარბიეს და საფრანგეთში თუნდაც სასამართლო სისტემა როგორ არის მოწესრიგებული და სასამართლოზე დაკავებულების მტკიცებულებების წარდგენა როგორ არის.
ჩვენთან განა არ გვაქვს ნასწავლი გვაქვს. იცით რამდენი კურსები გვაქვს გავლილი, ანუ დაკავების მთელი კურსი, ანუ სამართალ დამღვევი რომ დაკავების ჯგუფები, ხო, ესეთი მცნება არის. ანუ დაკავების კურსი არსებობს, ანუ სპეციალური კურსები აქვს. და ეს ხალხი, ვინც დღეს აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ან გაზაფხულზე წელს შარშან ხალხს აკავებდა, ის ხალხია, ვისაც ეს კურსები გავლილი აქვს, თუ ის ხალხი აღარ მუშაობს სისტემაში, ვისაც ეს კურსები გავლილი აქვს? 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ამ ხალხის ჩანაცვლება და დღეს თითქმის არც ერთი აღარ არის ისეთ პოზიციაზე, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ არაზიშვილმა მთლიანად ამოცვალა ეს ხალხი და მისი ნდობით აღჭურვილი პირები ჩაანაცვლა მთლიანი დეპარტამენტი. თუმცა ეს ხალხი, ვისაც ეს კურსები გავლილი აქვს და ეს ცოდნა აქვს, კვლავ რჩებიან სისტემაში, თუ სისტემაშიც აღარ არიან? კი, არიან, დიახ, არიან, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის. ესეთ უბრალოდ ამ ადამიანებს არ უსმენენ. ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს. ეს ამ ხალხმა რომ გასცეს რეკომენდაცია და რჩევა, ამათვის ეს არის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ რას ქვია შენ მე მისწორებ რამეს როგორ გავაკეთო, იმიტომ რომ ამათ ყველაფერი იციან. და ამის გამო ეს ადამიანები ჩუმად არიან თუ მაინც გასცემენ რეკომენდაციებს? ეწინააღმდეგებიან სისტემას შიგნიდან თუ უბრალოდ რჩებიან? ვერ ეწინააღმდეგებიან. ამისი რესურსი ფიზიკურად მათ არ გააჩნიათ, რომ სისტემა შეეწინააღმდეგონ. ვერანაირად უბრალოდ ჩუმად არიან. ირაკლი, თქვენ სანამ დღემდე ჩუმად არიან და მე უბრალოდ იცით რა არის შიდა დონეზე, მე ხმის ამოღებას მაინდა-მაინც საჯარო სივრცეში გამოვიდნენ და თქვან არა, მე მგონი შიდა წინააღმდეგობაც მნიშვნელოვანია. წინააღმდეგობაც არ ქვია ამასებით, ანუ რომ აუხსნან იქნება მე-10 ან მე-20 ნათქვამი არის საჭირო, რომ ვიღაცის ტვინში რაღაცა დიფუზორები გაიხსნას. ხო, ეს წინააღმდეგობა კი არა, პრინციპში მოვალეობის შესრულება არ ვიცი, როცა იცი რომ რაღაცა არასწორია, ხო? მათი ვალდებულება არის, იმიტომ რომ მათ იციან სწორად როგორ უნდა ხდებოდეს აი ამ აქციების მართვა, ამ დაკავების ღონისძიებების განხორციელება და ასე შემდეგ და დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობა არის. აი აბსოლუტურად სხვა რეალობაში მიმდინარეობს ეს ოპერაციები. დამიჯერეთ, ანუ იყო პერიოდი, როცა განიხილავდნენ, ხო? ანუ ამაზე საუბრობდნენ. რავი, ქართული ოცნების პროპაგანდამ გადაიღო სააკაშვილზე ფილმი, ხო, რაღაც სახელიც არ ვიცი, ციხეებზე რო არის ფილმი გადაღებული. გოგა ხაინდრავას გადაღებულ ფილმს გულის, ხო? კი, ყველაზე დიდი პროპაგანდისტის და ანუ იქ ჩაწიხლის კორიდორები აქვს გადაღებული. და გაჩვენეთ ხაინდრავას ის კორიდორები, რასაც ეს პოლიციელები აკეთებენ, ანუ რა შევცვალეთ, რითი გავიზარდეთ ჩვენ, რა გავაუმჯობესეთ, რა დავხვეწეთ. უფრო უარესი და უფრო მონსტრი მექანიზმი შევქმნით ამ ნაწილში. ამის საჭიროება, ხვდებით, არ არის. იმიტომ არ არის, რომ შენ გაქვს აბსოლუტურად ყველა ბერკით. აი დღეს ახლა აი აქციაზე 200,000 კი არა, 1 მილიონი ადამიანი რო იდგეს, 1 მილიონი და დასჭირდეს პოლიციას აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი, ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ აღადგენ საზოგადოებრივ წესრიგს იმ კანონების ფარგლებში რა მანდატის პოლიციას აქვს. ეს არის ამდენი რაოდენობის პოლიციელი არის მობილიზებული. აი ეგ შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად 28-ში, სანამ ჯერ კიდე იყავი სისტემაში, 28 ნოემბერს, 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს, როცა განსაკუთრებული სისასტიკით და განსაკუთრებულად ბევრი
საპოლიციო საშუალებით შლიდნენ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა რაოდენობის პოლიცია იყო მაგალითად მობილიზებული? ამ რაოდენობას ვერ ვიტყვი, არ მაქვს მე ამისი უფლება, იმიტომ რომ ეს გრიფირებული არის ეს რაოდენობები, მაგრამ დამიჯერეთ 4ჯერ და 5ჯერ მეტი რაოდენობა არის პოლიციელების ჩართული, ვიდრე საჭირო არის რეალურად მსგავსი ღონისძიებების დროს. გარდა მაგისა, ჩვენი დეპარტამენტიც 2022 წლიდან შტატები გაზარდეს და არანორმალური რაოდენობით გაზარდეს ჩვენი დეპარტამენტის საშტატო რიცხვი, ციფრი და თანამშრომელთა რაოდენობა. რომ ეს ამის თქმაც არ შეგიძლიათ? რაოდენობებს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ არ მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით გაიზარდა ჩვენთან საშტატო სტრუქტურული ერთეულები. შარშან კიდევ უფრო მეტად მოიმატა მძლავრად. ბიძინა ივანიშვილის აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი, რომ არ ვიყავითო ჩვენ მზად 2023 წელს ამ კანონისთვისო და წელს უფრო მომზადებულები შევხვდითო და მე მაგალითად როგორც მაშინ მოქმედო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზუსტად ისე აღვიქვი, რომ გაზარდეს არანორმალური სისწრაფით საშტატო ერთეულები. და მე გადაუდებელი აუცილებლობით იყიდეს წლის ჭავლის მანქანები. აღა მაინც და მაინც 2020 წელს გახდა ამ ავტოპარკის განახლება, ხო? ანუ და არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოაწყვეს პრეზენტაცია ამ განახლებული ბაზის GDDS-ი. ანუ ეს რაოდენობა მაგას ვიძახი, ანუ თუ არა მათი შიშები, ხვდებით? ანუ სტანდარტულ შემთხვევაში ეს საერთოდ არ არის ამდენი რაოდენობა, ადგილზეც არ არის საჭირო. ეს პოლიციის თანამშრომელთა გადაღლას იწვევს ეს. აი წარმოიდგინეთ უსაშველოდ ბევრი დიდი რაოდენობა. ანუ ჩამნაცვლებელიც კი აღარ ყავდათ ბოლო დღეებში, იმდენი რაოდენობა ყავდათ გამოყვანილი პოლიციელების. ერთი რომ ამდენი პოლიციელი ჯერ ერთმანეთს ხელს უშლიან. მეორე რომ თუ შენ სწორად განახორციელებ ამ საპოლიციო ღონისძიებებს, მაგის 1/3 რაოდენობაც საკმარისი არის მართო მსგავსი ოპერაციები და ღონისძიებები. ანუ მანდარის დაუცველი ქვედანაყოფები, მანდარის დაცული ქვედანაყოფები, მერე თუ გადადის აგრესიაში და აგრესიული ხდება აქციის მართვა, როგორ უნდა ჩაერთო, როგორ უნდა განახორციელო, დაახლოებით 400-500 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია საჭირო, აი სულ რუსავსე იყოს რუსთაველის გამზირი, ის რომ გაიწმინდოს, ხვდებით? და დღეს რაც ხდება, არის ძალიან ბევრი რაოდენობის პოლიციელი და ორიენტირებულები არიან არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესრიგის აღდგენაზე, არამედ ორიენტირებულები არიან მოქალაქეთა დაკავებაზე, ამ მოქალაქეთა მასიურ ცემაზე. და თქვენს გქონდათ, მე მგონი, ვიდეო კოლაჟები გაკეთებული და ედო კომენტარების გარეშე, სადაც აი როგორ ხდება ამ დაკავებული ძირს აგდია ადამიანი და 10-15 ადამიანი უწყავს და ასე შემდეგ. ეს არ არის, ეს საპოლიციო ღონისძიება არ არის და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სისტემაში მომუშავე თანამშრომელს აკეთებს უდიდეს შეურაცხყოფას. რომ ანუ ყველა ერთ ამ კონტექსტში მოიხსენებიან, იმიტომ რომ ამას აჩადის ცალკეული ვიგინდარების ჯგუფი და მთლიანად ლაფი ესქმება ამ ხელას სისტემას. და ამ სისტემას რო ჩვენ დაუბრუნოთ რაღაცა საწყისი წერტილი, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობაში დობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა, დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა 5-დან 10 წლამდე პერიოდი დასჭირდება, რომ ის ნდობის და ის პატივისცემის ხარისხი დაბრუნდეს. და არსებული თანამშრომლების რა რაოდენობა უნდა დარჩეს, რომ ეს სისტემა გაჯანსაღდეს? ჩემს მეგობრებთან მქონდა საუბარი და საზოგადოებამაც მინდა იცოდეს, რომ მოლოდინი რომ პირობითად რო შეიცვალოს დღეს ხელისუფლება ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება იდეალური სისტემა, ეს არის საზოგადოების მოტყუება, ჩემი აზრით და ეს იქნება ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც საზოგადოებას ეთქვი. ამას დასჭირდება გარკვეული წლები. უბრალოდ მნიშვნელოვანი არის, რომ დაიდოს სწორი გეგმა და ეს გეგმა განხორციელდეს დროში თანმიმდევრულად. გეგმა, რომელიც იტყვის, რომ 5 წლის თავზე ჩვენ უნდა მივიღოთ ესეთი შემდგარი სისტემა, ესეთი საკანონმდებლო ჩარჩოებით, ესეთი საკადრო პოლიტიკით, ესეთი და მიმართულებით სახელმწიფოსთან ნაწილში, საზოგადოების ნაწილში, ევროკავშირთან ინტეგრაციის და ასოცირების ნაწილში და ასე შემდეგ. ანუ
ევროკავშირი და ნატო რა არის? ანუ ნატო ვიღაცას გონია, ნატოში თუ გავწევრიანდებით, ჩვენ უნდა ყავდეს მაგარი ტანკები და თვითმფრინავები. სისულე ნატოში პირველი რაც არის ინდიკატორი, ეს არის მოწესრიგებული სასამართლოს სისტემა. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ისევე ევროკავშირიც, ანუ რატომ არ შეასრულეს ეს ვალდებულება? საზოგადოებას რატომ წამლავენ LGBT პროპაგანდის დეზინფორმაციით? რატო არ იძახიან, რომ ევროკავშირი გვეუბნება გქონდეს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ღირებულებები იქნება დაცული? ეს მათ არ აწყობთ. ამიტომ შესაბამისად დღეს ევროკავშირი ამათთვის არის უფრო მეტად ჩარჩოები და მარწუხები, ვიდრე შესაძლებლობა. ჩვენთვის ევროკავშირი არის შესაძლებლობა. ამათთვის არის მარწუხები. აი ეს სხვაობა არის. აქეთ მდგომ საზოგადოებასა და დღევანდელი არსებულ ხელისუფლებას შორის და მე იმედი მაქვს, რომ ამას ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე თანამშრომლები გაიაზრებენ და გაავლებენ პარალელს სადგას სახელმწიფო, იმიტომ რომ აი ამ დეზინფორმაციით და ეს დეზინფორმაციის უკან ხო ზოგადად ეს ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია დეზინფორმაცია და ჰიბრიდულ ომს ვინც აწარმოებს, ცხადზე არის, ხო? ანუ რუსეთი აწარმოებს, იმიტომ რომ რუსეთს აგრესია აღარ ჭირდება, ასე ვთქვათ, იმდენად აქვს ეს მოპოვებული უპირატესობა დღესდღეობით საქართველოში. და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები უნდა გაიაზრონ. ჩვენ უკვე ევროპულ მომავალს კი არ ვკარგავთ. ჩვენ სამშობლოს დავკარგავთ ცოტა ხანში თუ ესე გაგრძელდა. იმიტომ რომ იმდენი რამე ფუჭდება აი ამ პროცესებით და ერთობლიობაში იმდენი რამე ფუჭდება. საზოგადოება არის გახლეჩილი. აი ყველაზე ცუდი, აი ჩემთვის მაგალითად რომ მკითხოს, რა არის ეს არის გახლეჩილი საზოგადოება. აი წინა საარჩევნო პროცესში და პერიოდში მომიწია რაიონში ჩასვლა და უშუალოდ ქონდა აქ თბილისში ჩეხება და აქვს მაგალითად ადამიანს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ხო? და შენს გაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ანუ კულტურა არ არსებობს, რომ ქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და ერთმანეთის მიმართ ზიზღი არ გამოუხატოთ. ქონდეს განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და აგრესია არ გამოუხატოთ. საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირეს. თუ დაუშვათ მე არ ვარ, დაუშვათ ოცნების მხარდამჭერი ან ამომრჩეველი, აპრიორი ნაცი და მტერი ვარ. ან რაშუაშია ნაციონალური მოძრაობა, ირაკლი, იმ სპეცრაზმელების რა ნაწილი შეიძლება იყოს ამ დეზინფორმაციის ქვეშ იმდენად ძლიერად, რომ ეს ცემა და ძალადობა იხსნებოდეს ამით, რომ ფიქრობდეს, რომ ეს ხალხი საცემები არიან, მხოლოდ ბრძანებას არ ასრულებდეს, რწმენის საკითხად მიიჩნევდეს. 99%. ეს თამამად შეგიძლია თქვა, რომ ეს ხალხი არა მხოლოდ ბრძანების გამო, რწმენის გამო ცემს ამ ხალხს. ეგ ხალხი ვინც არის ბატონი ხარაზიშვილის დანიშნული, ყველა ამასე ფიქრობს. სამწუხაროდ. იმიტომ რომ უსმენენ ბატონ ხარაზიშვილს. რაც არ უნდა უთხრას, მათთვის ეს კანონი არის. უფლება არა აქვთ მათ შეეწინააღმდეგონ ბატონ ზვიადის. და ესე სჯერათ, რომ ეს ხალხი, ვინც ქუჩაში გამოდის, არიან საცემები? ცისფერები, ქვეყნის მტრები, მოღალატეები, გამყიდველები, აგენტები, სულგაყიდულები, უსამშობლოები და კიდე რა ვიცი, რეები აღარ ჩამოთვალა. და ამას იძახიან ადამიანები, რომლებსაც საშუალო სკოლაც არ აქვთ დამთავრებული. არ იციან რა მოხდა 1989 წელს. რა განსხვავებას დამოუკიდებლობის მიღებასა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს შორის. არ იციან უახლოესი 30 წლის საქართველოს ისტორია. წარმოდგენა არ აქვთ აბსოლუტურად. და იქით დგანან ადამიანები, რომლებიც აქციაზევე ლექსებს წერენ. ირაკლი, 26-ში გავიგეთ, რომ საქართველო დატოვეთ და 27-ში ირაკლი კობახიძემ თქვა თქვენზე კითხვის პასუხად, რომ ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი ამასთან დაკავშირებით მაღალჩინოსანი არ იყო.
GDD-ს 17 სტრუქტურული ერთეული აქვს და ამ 17-დან ერთ-ერთში მუშაობდაო და არ იყო მაღალი თანამდებობის პირიო. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც გეგმავდა, ხო, აქციების დაშლას მათ შორის. და გარდა ამისა, ნახეთ, რომ პოლიციელის დღეს თქვენ იღებდით აღლუმს. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, პოლიციელის დღისადმი მიზღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სტრუქტურული ქვედანაყოფები მოწყობილია. ღონისძიების ხელმძღვანელი პოლკოვნიკი შაიშმელაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპრომოციო ვიდეორგოლებშიც ცენტრალურ რგოლში პერსონაჟად გვევლინებით ჯერ კიდე ახლო წარსულში შარშანდელი და შარშანწინდელია ეს კადრები პოლიციელის დღისაც და ეს ვიდეორგოლიც რომელზეც ვლაპარაკობთ. ჩვენი ბიჭები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან შესაბამის წვრთნებსა და მომზადებას და ქირურგიული სიზუსტით განახორციელონ ოპერაციები. რო განუმარტოთ შარლატანი ხართ ჩვეულებრივი თუ მნიშვნელოვანი პირი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა და როლს თამაშობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე ბატონ კობახიძეს კომენტარს ვერ განვავრცობ, იმიტომ რომ ნანახი გქონდათ ალბათ ხო ეს კომენტარი უჩემოთაც. კი, დიახ, ნახე ეს კომენტარი ნახე და სახელმწიფო დონეზე აქაც პრობლემას ხედავ, იმიტომ რომ ზოგადად მაღალი თანამდებობის პირებს ინფორმაცია სწორად უნდა მიაწოდო, რომ მე ამ მაღალი თანამდებობის პირი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს მისივე გაკეთებული განცხადების გამო. მე მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ყოფილვარ, მაგრამ ვიყავი დეპარტამენტში და ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ იმ სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციაში შედის ოპერაციები, საბრძოლო მომზადება, საჯარისო საქმეები, დაგეგმა და ასე შემდეგ. მინისტრის დონეზე ბრძანებები ყველა ბრძანება შემომზადებული არის 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული. იქ იყო მე კომენტარებში ეს გვარბევდაო. მე არასდროს არ გავიქცევი პასუხისმგებლობას და თუ კი სადმე ჩემი ნაწილი გამოიკვეთება მე ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ მე არასდროს არაფერი მსგავსი კანონდარღვევა არ ჩამიდენია და მე ყოველთვის ვცდილობდი ისე გამეკეთებინა, ანუ 2019 წლიდან მთელი რიგი პროცედურები გავიარეთ ჩვენ, მაშინ დირექტორი სხვა იყო და ვცდილობდით, რომ ეს დეპარტამენტი ინსტიტუციურად გამართულიყო. ეს ამ დეპარტამენტში შექმნილიყო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არ იყო, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის, ხვდებით, ანუ ეს ასე ვთქვათ, სამართალ მემკვიდრეობად მივიღეთ რაღაცები, ვისაც რა შეეძლო თავის დროზე ესე აკეთებდნენ და იმას აუმჯობესებდნენ. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, რომ სხვა რომ მოვა, იმანაც უნდა გააგრძელოს ამისი გაუმჯობესება. და მინისტრის დონეზე გეგმები ყველა ჩემი დაწერილი არის აბსოლუტურად. და ეს გეგმები ორ ნაწილად არის. ეს გეგმები არის გრიფირებული, საიდუმლო არის. ერთი არის, რომელიცაც მინისტრი ამტკიცებს და ამ გეგმაში იდება სქემები, ბავშვად როგორ უნდა მოხდეს. აი ნოდარისთანაც საუბრობდი, ანუ ამ სქემებით არ ხდება, იმიტომ რომ იმ სქემაში მითითებული არის დაშლის მიმართულება პირობითად. საით უნდა წავიდეს მასების ნაკადი, რომ არ მოხდეს ამ ხალხის ეგრეთ წოდებულ ალყაში მოქცევა, ჩაკეტვა. იმიტომ რომ თავის დროზე წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ზუსტად ამაზე არიან სისხლისამართლის პასუხისმგებაში მიცემული, რომ საზოგადოებას არ მიეცა გასული შესაძლებლობა. და მე უკვე ვაკეთებდი ლოკალურ გეგმებს, სადაც დაუშვათ კონკრეტული დანაყოფები თავისი გათვლით, თავისი პასუხისმგებლებით, ვინ სად დგას, რას იცავს, როგორ იცავს, როგორ აკეთებს. იყო დრო და პერიოდი, როდესაც ზუსტად ამ თანმიმდევრობით მუშაობდა ეს ოპერაციები და ეს გეგმები. რა პერიოდამდე იყო ეს გეგმები მოქმედი? თუ 2019 წლის ნოემბრიდან აკეთებდით, აი რა დროის განმავლობაში მოყვებოდნენ ამას? 2022 წლიდან თითქმის უკვე ნელ-ნელა ამების იგნორი დაიწყო. ანუ აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ პირველი გამოსვლებისას უკვე აღარ გამოიყენებოდა ეს გეგმები? გეგმები საბოლოო ჯამში, ბოლო პერიოდში, რაც მივიღეთ, იყო უბრალოდ ფორმალური ნაწილი.
და დანარჩენ უკვე მე ამ გეგმებს არავინ აღარ მიყვებოდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ცენტრალიზებული მართვის მოდელის მანკიერი მხარე. როდესაც არ არის დელეგირებული საკითხები და თანამშრომლებზე არ არის გაწერილი. ანუ ეს ვერტიკალში მართვა არის დამანგრეველი. ანუ მოდის პირობითად მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი, სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი, შემსრულებელი და ისევ ანუ უკუ წარმოიდგინეთ რამდენ როლს გადის. ანუ ჩვენ ზუსტად ანუ თავის დროზე 2019 წელს როდესაც მე გადავედი მაგ სამმართველოს ხელმძღვანელად ამაზე ვმუშაობთ რომ რაღაცა დელეგირებული ყოფილიყო ესენი და პასუხისმგებლობები განსაზღვრულიყო ანუ კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე კონკრეტულ ამოცანას ყოლოდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პირი რომელიც მოქმედი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ნუ ბუნებრივია ის უნდა ყოფილიყო რაღაცა დოზით, ანუ იქ იყო ასე თქვა გარკვეული საკითხები, რა უნდა შეთანხმებულიყო დირექტორთან, რა უნდა შეთანხმებულიყო მინისტრის მოადგილესთან. იმიტომ რომ ამას ბრძანება არ რეგულირებს სამინისტროში, მაგალითად რეზინის წყლების გამოყენებას, გაზის გამოყენებას, თანხმობა ვინ უნდა მიიღოს წყლის, ჭავლის მანქანის გამოყენებას. დანარჩენი საკითხების ავტომატურად დანაყოფის ხელმძღვანელი იღებდა. დღეს დანაყოფის ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ანუ დამოკიდებულები არიან, ანუ ჩემ დეპარტამენტს გულისხმობ, ახლა სხვა დეპარტამენტებში არ ვიცი რა ხდება. დამოკიდებული არიან რა სიტყვის დირექტორი, ანუ დირექტორზე არის მიბმული ყველა, ხვდები? ახლა წარმოიდგინეთ, როცა ამხელა ამდენი დანაყოფი არის, ამით უფრო ანუ კატასტროფულად გაიზარდა რაოდენობა, ანუ არსებობდა სამმართველოები, გახდა მთავარი უამრავი შიგნით სამმართველოები შევიდა ანუ სტრუქტურულად მონსტრი დეპარტამენტი გახდა. ანუ ამას ერთის მხრივ ამას თუ აქვს რაღაცა თავის დადებითი დაუშვათ და თუ აქვს ამისი ახსნა. მეორეს მხრივ ამისი მართვა არის ძალიან ძნელი. ანუ ვინც ერკვევა ზოგადად მსგავსი სიტუაციებში და მსგავს პროცედურებში, ერთ-ერთი ყველაზე რთულია მართვის განხორციელება, რომ ისე განახორციელო მართვა, რომ მით უფრო ამოცანის შესრულების დროს, როცა შეიძლება კავშირი დაკარგო, ანუ იქ მობილურ ტელეფონით ვერავინ ვეღარ მიიღებს, რომ ესეთი ხმაური არის გადასული ხარ რადიოსადგურზე, ან საყურისი მოგზრეს, ან საერთოდ რადიოსადგური დაკარგო და ვეღარ მიიღო. და რა უნდა ქნას იქ დანაყოფი. დგას ელოდება რასეთქვის დირექტორი, ხდები? დირექტორი ანუ იმიტომ ვიღებთ ზვიად ხარაზიშვილი. ხარაზიშვილი, კი, ანუ ერთპიროვნული მართვის მოდელი არის შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ზვიად ხარაზიშვილი ვახტანგ გომელაურთან ათანხმებს ამ ყველაფერს? ეგ მან მხოლოდ ვახტანგ გომელაურს ემორჩილება და ვახტანგ გომელაურის ბრძანებას ემორჩილება. მეტი აი ეგ არავის არ ასწევს. თუმცა მას ემორჩილება თუ პირიქით ვახტანგ გომელაურისგანაც არ ვიცი მწვანე შუქი აქვს ანთებული რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს არ ჭირდება შეთანხმება ამის გარკვევას ვცდილობ. ეგ დეტალები გულწრფელად გითხრა არ ვიცი ახლა შიდა საუბრებში მას რა თავისუფლების არეალი აქვს განსაზღვრული თუმცა ანუ დაუშვათ შუამავალი მინისტრის მოადგილე დგას და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლად მიიღია გადაწყვეტილება პირდაპირ მხოლოდ მინისტრი არის მისთვის და ეს ეხება ანუ ეს გეგმების ნაწილი ახლა მე შარლატანი ვარ და რამეს ვიგონებ ხო რავი ჯობია კობახიძემ კითხოს სამინისტროს დაუშვათ რა ნაწილში ვიყავი თუნდაც საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგების კუთხით სამინისტრო ზონაზე ჩართული თუნდაც საპოლიციო ღონისძიებები რომელიც იქ ტარდებოდა და ასე შემდეგ ახლა კი ყავს ნამდვილად 17 დანაყოფი ყავს მაგრამ ისინი არის სხვა დანაყოფები ჩემი არის აბსოლუტურად სხვა დანაყოფი ეს ჩემი სამმართველო დანარჩენ 17 სამმართველოს ორგანიზებას უწევდა საბრძოლო მომზადების ნაწილში საჯარისო მომზადების პროცესებში მარტო GDD ასოცირდება აქციებთან და არ არის ესე ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სადენის დაცვის ამოცანა გვაქვს ბაქოს უბსას ვიცავთ საოკუპაციო ხაზი ამოცანას ვასრულებთ საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების დროს პრევენციულ ღონისძიებებში ვერთვებით მაგის გარდა რეგიონებში კრიმინალური პოლიციას დახმარება რო სჭირდება მაგნაწილში ვერთვებით აი მაგალითად პანდემია რო იყო ხო ანუ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ჰქონდა ეს ტვირთი აღებული ამ გეგმების ამ ესე თქვა გასულ მაშინ ჩაკეტილი იყო ბოლი ლოკაცია ასე შემდეგ და ავი ჩემი სამმართველო და პირადად მუშაობდი და
ანუ ქალაქებს თქვენ კეტავდით ბევრი თვით? ეს არ იყო მაინც და მაინც კაი გადაწყვეტილებები. გეგმებს, ან გადაწყვეტილებას იღებდნენ მაგალითად თანამდებობის პირები და უშუალოდ როგორ უნდა განხორციელებულიყო, მე ამებს ყველაფერს მევაკეთებდი და თუ მე ამის ფონზე შეგიძლია ვარ, მე უბრალოდ არ გავცემ ამ კითხვას პასუხს არ გავცემ, უბრალოდ უხერხული არის ხდებით, იმიტომ რომ აქ ირაკლისზე პერსონიზირება ხო არ არის, ანუ აქ სისტემაზე არის საუბარი. ანუ ბევრჯერ ვახსენე, ზოგადად ყველა უნდა მოვერიდოთ ისეთი განყოფილების გაკეთებას, რამაც შესაძლოა სისტემა დააზიანოს, სტრუქტურა დააზიანოს. ანუ მე აღარა ვარ სტრუქტურის თანამშრომელი და შეიძლება ძალიან მალე კობახიძეც აღარ იყოს მთავრობის მეთაური. დარჩება, სახელმწიფო დარჩება, ინსტიტუციები დარჩება და დღეს რაც ხდება, ხო, აი იმ ერთ-ერთი კიდე იმ დეზინფორმაციის და საინფორმაციო ომის ნაწილი, ზუსტად ეს არის მოწინააღმდეგის ინტერესში, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ჩამოიშალოს და სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობდეს და დისკრედიტირებული იყოს სახელმწიფო ინსტიტუციები. ირაკლი, თქვენი წამოსვლიდან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნეთ GDD-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გრიგოლ საკანდელიძის ინტერვიუ რადიო თავისუფლებას ჰქონდა, რომელიც 2022 წლიდან არის ემიგრაციაში, ასევე შეერთებულ შტატებში. მან თქვა, რომ პირადად გაგიწიათ რეკომენდაცია იმ პოსტზე, სადაც მანამდე თვითონ მუშაობდა. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ჩვენი აზრით, რაც მან თქვა, იყო ის, რომ სამეთაურო რგოლში ხელმძღვანელები თითქმის აღარ არიან დარჩენილები ისეთი ადამიანები, ვინც იცის მასების მართვის სტრატეგიები და ტაქტიკები და ამ პროცესში თავის დროზე ამერიკელები იყვნენ ჩართულებიო და მას შემდეგ რაც ეს რეალობა დადგა, რომ აღარ იყვნენ ამ სტრატეგიების მცოდნე გადამზადებული ადამიანების სისტემაში, კვლავ ითხოვდნენ ტრეინინგებს, თუმცა ქართულმა მხარემ უარი თქვაო. ამ პროცესზე ვინაიდან მის შემდეგ მუშაობდით, თუ შეგიძლიათ ცოტა მეტი გითხრათ, იმიტომ რომ ეს პარტნიორებთან ზურგის შექცევის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მე მგონი და ამ პროცესის ნაწილი. მე თავის დროზე გრიგოლიმ გამიწია რეკომენდაცია, ოღონდ მე რომ მივედი გრიგოლი აღარ დამხდა უკვე წასული. რატო წავიდა ხო არ იცით? რაღაც შიდა დაპირისპირება მოუვიდა მაშინდელ ხელმძღვანელობასა და მინისტრის მოადგილეს შორის და მაგიტომ ანუ ეგ ინტერვიუ ნანახი მოხდა, რასაც იცახი ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რის გამოც გრიგოლი გაუშვეს, რომ კონკრეტულ თანამშრომლის მიღებაზე უარი თქვა და ამის გამო გაუშვეს. თქვენს გთხოვდნენ ისეთი თანამშრომლების მიღებას, ვინც არ გინდოდათ? ჩემ დროს უკვე ეგ პატივიც აღარ იყო, ანუ ასერთ არ გეკითხებოდნენ, ისე ნიშნავდნენ, ისე ანთავისუფლებენ თანამშრომელს, ერთ არ გეკითხებიან, უბრალოდ დაგიძახებენ, გეტყვიან, რომ ეს უნდა აქ იდოს. და მოიყვანენ და დადებენ, არ ვიცი. ბევრი მოუყვანიათ თქვენთვის ესე? ჩემთვის ბევრი ახლა ჩემი სამმართველო სპეციფიური სამმართველო არის და ესე ბევრს ვერ მოიყვანდნენ, მაგრამ სისტემაში გულისხმობ ამ თავისი მდგომები არსებობს, რომ საერთაშორისო გეკითხებიან, იმიტომ რომ ერთ პიროვნული გადაწყვეტილების მიღება ხდება, ვინ დაინიშნოს, ანუ არ ვიცი, ქვეგანყოფილების უფროსად, აი ყველაზე ანუ ქვეგანყოფილების უფროსი არის ძალიან ყველაზე დაბალი, ასე მეთაური მაქედან იწყება თანამდებობა. მე არის განყოფილების უფროსი, მოადგილე განყოფილების უფროსი. არ დანიშნავენ. ანუ არ უნდა დაუსაბუთო, ანუ განათლებით, გამოცდილებით, კონკრეტული თანამშრომლის რაღაც დაუშვათ მიზნობრიობით, შეიძლება მაინც არ დანიშნავენ. განწყობილება ერთმანეთად ხდება. რაც შეეხება იმ ნაწილს, როდესაც ანუ კურს გავლილი და სამეთაურო გონზია, ხო? კი, ნამდვილად ესე არის, ანუ თითქმის არავინ აღარ დარჩა სამეთაურო რგოლში, ვისაც ეს მომზადებები აქვს გავლილი. თითქმის, აი 99% აღარ დარჩა, იმიტომ რომ ეს პროცესი დიდი ხანი გრძელდებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ჩართულები იყვნენ ანუ დენსუსის, რომელსაც ამერიკის საელჩოს პროგრამები თუ პროექტები აფინანსებდნენ, ანუ დაფინანსებული პროექტებით ხდებოდა ამ ხალხის ჩამოყვანა და ბოლო იყო 2000
2024 კი 2024 წლის მაისში იყო აღებული ვალდებულებების ფონზე იყვნენ ჩამოსული ფრანგები და ადგილზე ლოკალური სწავლება და მაგი დამთავრდა. ბოლო 2 წელიწადია საერთოდ ესეთი მსგავსი სწავლებები, იმიტომ რომ ამათ ინტერესის სფერო ეს არ არის. ამას ღიად ვიცახ, ანუ ამათ ინტერესის სფერო არ არის სწავლა და განათლება, კონკრეტულ პერსონას რაც უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებს. ანუ არ ეფუძნება ის აბსოლუტურად არაფერს. ანუ მოგეუბნებით ესე არ არის ადექი და დახატე, ხო? ანუ გეგმა დახატე, ესე გეგმა არ იხატება. მთელი რიგი საკითხები არის, შესასწავლი, გასავლელი საფრთხეები არის და იყო პერიოდის, როცა სანამ გეგმა დაწერას დავიწყებდი, დეპარტამენტის დირექტორი აკეთებდა შეკრებას, ვიკრიბებოდით, მიდიოდა განხილვები, მიდიოდა მსჯელობები, მათ შორის მიდიოდა ჯანსაღი კამათი, ხვდებით, რომ აი მოსაზრებები და ასე შემდეგ და მე საბოლოო სიტყვას დირექტორი იძახდა და მე ხდებოდა ასე ვთქვათ ამ გეგმების ასე ვთქვათ შედგენა. და ეს წვრთნების შეჩერების დისკუსიები გახსოვთ თქვათ რას ამბობდნენ ან რა შეთავაზებები იყო რომ დავინახოთ რაზე თქვა სახელმწიფო უარი. როგორც წინაზე გითხარით, ანუ ეს პროცესი 2022 წლიდან დაიწყო, ანუ ეს ნარატივი დაიწყო, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი. და ამის შემდგომ დაიწყო, ასე ვთქვათ, გაუწყოების პროცესი ამ პარტნიორებთანაც. შესაბამისად, თუ ვინმეს ესმის, რომ დაუშვათ ხვალე, რომ შეიცვალოს სიტუაცია და მივიდეს საფრანგეთის ატაშესთან ან საფრანგეთის ელჩთან და სთხოვოს, რომ იცი რა კურსები მინდა და ხვალე ჩამომიყვანე და ის ხვალე ჩამოუყვან, ძალიან ცდება, ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ მათ თავიანთი პროცედურები აქვს. 2025 წელს შეიძლება ვერ მოასწრო 2026 წლის სწავლებები და საჭირო გახდეს 2027 წლის დაგეგმა. დროშით და ბიუროკრატიულ პროცედურებში ძალიან რთული არის, ხვდებით? შესაბამისად, ანუ ის რაც გაფუჭდა დღეს და დღეს რაც მივიღეთ, ამისი აღმოფხვრა არ ვიცი. მინიმუმ 3-4 წელიწად დასჭირდება დღეს რო სიტუაცია შეიცვალოს. და კიდევ ერთი რაც გრიგოლ საკანდელიძის ინტერვიუდან საყურადღებო იყო და თქვენგანაც მოვისმენდი ამაზე აზრს, მან თქვა რომ ამ ოპერაციებში, მოქალაქეების დაშლის ოპერაციებში, აქციებზე ჩართული იყვნენ ის დანაყოფები, რომლებიც გადამზადებულები არიან ანტიტერორისტული საქმიანობისთვის და სხვანაირად იქცევიან შესაბამისად უფრო ბრუტალურები და სასტიკები არიან. ამაზე რას ფიქრობთ? ან რა იცით? მოდით ამ ეტაპზე მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ. გაცილებით ბევრი ვიცი. მინდა გითხრათ და კიდევ უფრო მეტად მძიმე იქნება საზოგადოებისთვის მოსასმენი, რაც მე ვიცნობ ჯერჯერობით ეს საკითხი დავტოვოთ. მაშინ კითხავთ იმას ამავე საკითხზე, ეს საკითხი რომ დავხუროთ, რაც ისმოდა საზოგადოებაში, რომ აქ იყვნენ ჩართულები, მაგალითად სპორტსმენები, რომლების იდენტიფიცირებაც იმის გამო რომ მათ ნიღბები ეკეთათ შეუძლებელი იყო, ან არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები. არ ვიცი ამაზე რამდენად გინდათ საუბარი, მაგრამ თუ შეგიძლიათ ამ უარულ ხმებში მეტი სინათლე შემოიტანოთ. ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ. აი ამ ეტაპზე ეს შემიძლია რომ გითხრით. და ეს შეგვიძლია გავიგოთ ისე, რომ ამაში სიმართლის მარცვალი არის. აუტოთ მსმენელს ეს ინტრიგა. კეთილი. და მაშინ გითხავთ სხვა, აი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ბოლო ერთი თვის აქციებზე, მაგრამ მაგალითად გაზაფხულზეც არ იყო არასასტიკი, ხო? სახელმწიფო დემონსტრანტების წინააღმდეგ და არც წინა აქციებზე შესაძლოა ესეთი წამების დეფინიცია არ იყო ლექსიკონში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებების აღწერად, მაგრამ არც ის არ იყო კარგი კადრები, რასაც ვხედავდით, ხო? წინა შემთხვევებშიც იყო ეს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო არ ვიცი, არა მხოლოდ საკუთარ რესურსს იყენებდა ამ დემონსტრანტების წინააღმდეგ?
მოდი მაგ საკითხს ისე ვისედავთ, როგორც გითხარით. უბრალოდ გეტყვით 2023 წელს იყო პირველად ესეთი აგრესიული აქცია და პოლიციის ქმედებები, რაც დაუშვათ ამ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღებამ გამოიწვია. ხო, ესე იყო, ეს იყო 2023 წლის თვართები მარტის თვეში. კი ბატონო. და იქიდან იწყებოდა, უბრალოდ იმ პერიოდში, მაშინ ჩვენთან დეპარტამენტში დირექტორის ერთ-ერთ მოადგილე სამწუხაროდ გაუშვეს ის ბიჭი, გაუშვეს და გადაიყვანეს. ბატონი იოსებ ჭელიძის დეიდაშვილი არის ის და ასე ვთქვათ, იმასთან მაინც მქონდა შესაძლებლობა ჩვენ გაგვიარა, დაუშვათ აი დავსაუბრობდით და რაღაცა დოზით ის ადამიანი პოზიტიურ როლს ასრულებდა დეპარტამენტში. ხო ხდებოდა კონკრეტულ დღეს და მე გავდიოდი განხილვებს. იმის მერე საერთოდ გავსი რამე აღარ მომხდარა არასოდეს. სწორედ რა არის, ანუ როგორ საზოგადოება შეიძლება აინტერესებდეს, აბა როგორ უნდა გააკეთოს. მაგალითად ის რომ პიროტექნიკის გამოყენებით და რაღაც ნაგვის ურნარო დაწვეს, ხო, და რაღაც სკამები. კი, დანაშაული არის, ეს ამას არ ვიძახი და ანუ ამას არავინ არ იძახის, რომ ეს არის დანაშაული. ოღონდ ამაზე სახელმწიფო კანონიერების ფარგლებში უნდა იმოქმედოს და თუ შედარება მოყავთ რომ ევროპაში პოლიცია როგორ არბევს და ამაზე ახსენე ხო ანუ პოლიციას რა საკანონმდებლო ჩარჩოები აქვს და როგორი მოწესრიგებული აქვს მეორე მხრივ ევროპაში ქალაქები ინგრევა აქციების დროს ხდებით ანუ აქ აქციები იმართებოდა რუსთაველის გამზირს იყო რაღაცა რავი დაჭერები დარბევები წყლის ჭავლი გაზის გამოყენება და დაუშვა თავისუფლების მოედანზე ტაბიძის ქუჩაზე ან მის მიმდებარე დედაზე ხალხი კაფეში იჯდა ყავას სავდა თქვენ წარმოგიდგენიათ საფრანგეთში პარიზში მსგავსი რამე ანუ აქ რისი თქმა მინდა შეხედეთ ანუ სამოქალაქო კულტურა არის მაღალი საქართველოში ჩვენი ქვედანაყოფები მომზადებულები არიან გაცილებით უფრო მძიმე სურათისათვის აი მაგალითად მოლოტოვის კოქტეილებისათვის მასობრივი შეტევებისათვის მასობრივი შტურმისათვის რო განახორციელონ და ეს სწავლებები აქვს გავლილი ბოლო სწავლება რომელიც სამინისტროს დონეზე და ეს ყოველწელს უნდა ტარდებოდეს 2019 წლის დეკემბერში ჩავატარეთ და მაგის მერე მსგავს სწავლება აღარ ჩატარებულა სადაც მართლისა და კოორდინაციის საკითხები იხვეწებოდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქვედანაყოფები ემზადებოდნენ ყველაზე ცუდი სცენარებისთვის. ქვების როლა, დაუშვათ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, ჯგუფური შეტევები სიტყვაზე სახელმწიფო ინსტიტუციებზე, ან პოლიციის ჯგუფებზე და ასე შემდეგ. აი ყველაზე ცუდი სცენარები. და ამისთვის არის დანაყოფები და ამის სწავლებები გავლილი აქვს. და ის რაც დაუშვათ ხდებოდა, განა არ არის დანაშაული არის. და ამაზე სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს. მაგრამ ამის დრამატიზება არ უნდა მოხდეს, რომ ვაიმე თურმე რა არაფერი განსაკუთრებული ანუ ჩემთვის როგორც რავი, რიგითი თანამშრომლისთვის პოლიციის სისტემაში ანუ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაზეც დაუშვათ პოლიცია ამაზე შესაბამის რეაგირებას ვერ მოახდენს. და აბსოლუტურად არ არის საჭირო იმ ღონისძიებების განხორციელება, იმ აგრესიული და იმ ზიზღნარევი ღონისძიებების განხორციელება, რასაც ესენი აკეთებდნენ. ანუ სამართლებრივად ისე შეიძლება მე მქონდა ამაზე საუბარი ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირთან წამოსვლის შემდეგ და სხვათა შორის უთხარი კიდევაც რომ ხომ შეიძლება და ხომ კი არ შეიძლება აუცილებელია პოლიციამ ისე იმოქმედოს რომ ერთის მხრივ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუციები და აღადგინოს საზოგადოებრივი წესრიგი და მეორეს მხრივ საზოგადოებაში ზიზღი და აგრესია არ გამოიწვიოს. ანუ მე რას ვერ ვიგებ, იცი რომ აი დღევანდელ ხელისუფლებას ანუ აწყობს ეს რომ ესეთი აგრესია და ზიზღი მოდის საზოგადოებიდან და ანუ ამ სისტემის ესეთი დაკნინება ხდება? ნუ არ ვიცი. კიდე ერთს კითხავ პოლიციელებზე. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ბოლო აქციებზე, ვიცით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზებიდან დაშავდა 150-მდე პოლიციელი, ძირითადად სპეცრაზმელებზე ალბათ ლაპარაკი. თუმცა როცა ვითხოვეთ მათთან ინტერვიუ, იმიტომ რომ ჩვენ დაშავებული მოქალაქეების ნაცემების და ნაწამებების ისტორიებს ვაგროვებდით და გვინდოდა რომ გქონოდა პოლიციელების ისტორიებიც, უარი მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურისგან, რომ ვერ ჩაგვაწერილებენ ესეთ ადამიანებს. მე მგონია რომ არც არასდროს არ მოგეცემათ მაგის შესაძლებლობა არც თქვენ და არც არც ჟურნალისტი ეგ ბიჭები თქვენ დღის შუქზე იხილოთ, მაგრამ რატო სისტემას არ უნდა ეს თუ თვითონ ამ ბიჭებს არ უნდათ? სისტემა არის ესე მოწყობილი დღესდღეობით.
ჩვენ ნახეთ არჩევნებამდე 2 დღით ადრე განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ახალი შენობის პრეზენტაცია. დავალებათა დეპარტამენტი. საქმეთა კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი შენობა ნამდვილად. თავისი წყლის ჭავლის მანქანებით, ახალი აღჭურვილობით და ასე შემდეგ. რა გზავნილი იყო ეს თქვენთვის, საზოგადოებისთვის რა გზავნილი იყო, ამაზე მოვისმინეთ პრინციპში შეფასებები იმ დღეებში, მაგრამ აი თქვენთვის სისტემის შიგნით რას ნიშნავდა ეს? იმიტომ რომ ამაში ჩართული იყო როგორც მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი და ყველა პრინციპში ვისაც შეეძლო იქ მოსვლა და სიტყვის თქმა. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად სისტემა მუდმივად განიცდის განახლებას მათ შორის აღჭურვილობის, მათ შორის სპეციალური ტექნიკის, მაგრამ აი იმ დროს, იმ მოცემულობაში და იმ რაოდენობის რაც იყო, აბსოლუტურად სხვა ნარატივს უფრო პასუხობდა, ვიდრე აღჭურვილობის განახლებას. თუმცა ის, რომ შენობები უნდა აშენდეს, ყაზარმები უნდა მოწესრიგდეს, საცხოვრებელი პირობები უნდა გაუმჯობესდეს, უნდა გადაიარაღდეს, თანამედროვე სტანდარტებზე უნდა გადავიდეთ, ეს უდაო არის. ეს პირიქით შეუქცევადი პროცესი უნდა იყოს სამინისტროსთვის, მაგრამ ეს უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, ეს უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს და არა დაუშვათ რაღაცა ცალკეულ ვიწრო ინტერესებს. და ამ წყლის ჭავლის მანქანებზე იმასაც კითხავთ, ბევრ მას შემდეგ რაც ახალი ჭავლის მანქანები შეისყიდა სახელმწიფომ, გაიხსენა შოვი და სხვა ტრაგედიები, როცა სამაშველო ვერტმფრენის არ ქონა ადამიანების სიცოცხლის ფასი დაუჭდა, ხო, ამ ქვეყანას. რამდენად საჭირო იყო ეს ახალი წყლის ჭავლის მანქანები, იმიტომ რომ წინა წყლის ჭავლის მანქანებით დაშლილი აქციებიც გვინახავს, ასევე წარმატებულად და ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი სამინისტროა, რომელშიც ამ თქვენს სამსახურთან ერთად სხვა დანაყოფებიც არის, პირადად თქვენ თუ თვლით, რომ სხვაგან რესურსების გაშვება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა? ცოტა ვრცლად გავქცემთ პასუხს, რომ ამომწურავი იყოს. კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. და სამწუხაროდ 2011 წლის მერე ვერ შეძლო ხელისუფლებამ ეს დოკუმენტი განეახლებინა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია იწყება ესე: ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები. ანუ ეს არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ძალოვან სტრუქტურებმა უნდა შექმნან უკვე საკანონმდებლო მთელი რიგი ბადეები და ჩარჩოები. როგორც ღია დოკუმენტები, ისე კლასიფიცირებული, გრიფირებული დოკუმენტები. ჩვენ არ გვაქვს დღეს რაც სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად აწუხებს და აკლია, ეს არის პრიორიტეტები. ეს პრიორიტეტები საიდან უნდა მომდინარეობდეს? უნდა მომდინარეობდეს აი მსგავსი სახის დოკუმენტებიდან, ანუ საფრთხეების შეფასების ანალიზებიდან, რისკებიდან. უნდა ისაზღვრებოდეს პრიორიტეტი პირველ რიგში რა დგას სახელმწიფოს წინაშე პრიორიტეტი. დაუშვათ წყლის ჭავლის მანქანა თუ დაუშვათ სამაშველო აღჭურვილობა, დაუშვათ სამაშველოს აღჭურვილობა თუ ცალკეული სპეცდანიშნულების გადაიარაღება, იმიტომ რომ დაუშვათ საფრთხე არის მაღალი და სახელმწიფოში არის ძალიან ბევრი კრიმინალური გადაცდომები და უკვე გვჭირდება ამ პირიქით საპატრულო პოლიციის გაუმჯობესება რაღაც ნაწილში. ანუ ესეთი მსჯელობები და ესეთი განხილვები დღეს სახელმწიფოს არ აქვს. ანუ ის კითხვა თქვენ რაც დამისვით, რომ დაუშვათ დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი წყლის ჭავლის მანქანები, რომელიც მოძველებული იყო დაუშვათ, რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ეს ჩანაცვლებული იყო დღეს, როცა დღის წესრიგში სახელმწიფოს მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევები აქვს, ხო? ანუ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვისაუბრობ და მოსაწესრიგებელი და გასაუმჯობესებელი აქვს. ანუ ეს შეიძლება და არ ყოფილიყო პრიორიტეტული. თუ არა, რაიმე კონკრეტული ვიწრო ინტერესი, რაც დაუშვათ ამ წყლის ჭავლის მანქანებით შეიძლება და მიიღო სახელმწიფოს. რატო წამოხვედით თავდაცვის სამინისტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც პრინციპში თავდაცვაში უფრო მეტი წელი გაქვთ გატარებული? ამაზე არასოდეს არ მისაუბრია, რატო წამოვედი.
აი, მოგეცათ შესაძლებლობა. იცით რა იყო, ანუ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იყო და არის დარჩება ადგილად, სადაც მე გავიზარდე და ძალიან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს და თავდაცვის სამინისტრო მომცა უშუალოდ ის რაც დღეს მე ჩემს მე რო დღეს ოფიცერი ვარ ამ ღირებულებებით ეს ზუსტად თავდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა დაწყებული სამხედრო 4 წელი სამხედრო აკადემიაში გატარებული წლებიდან მათ შორის ავღანეთის მისიებით და ასე შემდეგ. უბრალოდ მაშინ იმ პერიოდში ჩავთვალე რომ ჩემი რესურსი ამოუწურე და აღარ მქონდა შესაძლებლობა რომ უფრო მეტი გამეკეთებინა იმ მოცემულობაში სადაც ვიყავი და უბრალოდ წამოვიდა. რა იყო ბოლოს თავდაცვის სამინისტროში თქვენი ფუნქცია? შეერაგებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის შტაბის უფროსი ვიყავი. ბოლო თანამდებობა ეს იყო. თუმცა აბსოლუტურად ყველა ეტაპი მაქვს გავლილი თავდაცვის სამინისტროში. და როცა წამოხვედით, შეიარაღება აღარ ახლდებოდა და არსებული აღარ რემონტდებოდა? არა. ეს არის უბრალოდ იცით რა არის, აი მაშინ ბაზის მეთაური ვინც იყო, იმან მითხრა რომ ძალიან ბობოქარი ხარო, ანუ რა რომ ხედავ რომ ჩემი შესაძლებლობები, ჩემი რესურსით ვერაფერს ვერ ვცვლი და უბრალოდ ვიყინები ერთ ადგილზე არასოდეს მე ხელფასის გამო და პრივილეგიების გამო სამსახურში არ ყოფილვარ დამიჯერეთ რომ დამირეკე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მითხრეს რომ მე შინაგან საქმეთა სამინისტროში აბსოლუტურად რიგითი თანამშრომლიდან დავიწყე. რიგითი არა, მე განყოფილების უფროსად დავინიშნე თავიდან, მაგრამ ძალიან დაბალი თანამდებობა არის, ყველაზე პირველი თანამდებობა არის. ძალიან კარგი სამსახურიდან წამოვედი აბსოლუტურად და გაცილებით სამმაგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ანუ ჩავთვალე რომ რაღაც ახალი გამოწვევა არის, ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება შეიძლება აქ მე გამოვიყენო, რაღაც ახალი ცოდნა მივიღო. ერთგვარი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ სისტემა საერთოდ არ ვიცნობდი, რომ მივედი მე სამინისტროში დაახლოებით 3 თვის განმავლობაში დღე, ღამე, ანუ ავტობუსით ხო დავდიოდეს, გამოვიძდილი მქონდა კანონები, პოლიციის კანონი თავიდან ბოლომდე წავიკითხე. და სხვათა შორის მე წლების მერე 18, 19, 20 წლიანი სტაჟის მქონე ადამიანებმა არ იცოდნენ მთელი რიგი მუხლები. საკანონმდებლო დონეზე თუ არსებობდა, რაც დაუშვათ 6 და 7 თვის მისულმა ადამიანმა ვიცოდი, იმიტომ რომ ჩავიხედე და ეს ასე ვთქვათ, მუდმივი განათლება ჩემთვის ასე ვთქვათ, გონებრივი და ღირებულებითი ზრდა არის. რაღაც ახალს ეცნობი, სწავლობ, გამოწვევები არის ერთგვარი და ანუ ჩემ თავთან მაქვს, მე საკუთარ ახლა მაგალითად შვილთან სულ ეს მაქვს საუბარი, რომ აი კარგი გაგებით, ანუ შენს გამოწვევებს ეომე. ანუ ნუ ჩათვლი რომ რაღაცა შეასრულე და რაღაცა დაასრულე ამით. არაზრუს არაფერი არ სრულდება. ანუ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ყოველთვის უნდა კონდეს გამოწვევები გაიზარდო. ინტელექტუალურად უნდა გაიზარდო. თუ ამის დეფიციტს არ განიცდის ადამიანი, გონია რომ პრობლემები აქვს და ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩემთვის და მაგიტომ წამოვედი ზოგადად თავდაცვის სამინისტროდან. თუმცა ჩვენ ბევრი გვსმენია თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზეც. პრინციპში არანაკლები ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პრობლემებზე, ოღონდ თავდაცვა კიდევ უფრო ჩაკეტილი სისტემაა და იქიდან წამოსულები კიდევ უფრო იშვიათად ლაპარაკობენ ხოლმე. თქვენ თუ გააქვთ რაიმე ისეთი და გამოდინება იქიდანაც დიდია, ხო განსაკუთრებით დასავლეთში განათლება მიღებული ხალხის. აი თუ გააქვთ რაიმე ისეთი სათქმელი რაც თვლით რომ საჯარო ინტერესს ემსახურება და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ყოფილი სამხედროსგან. ინსტიტუციურ დონეზე, საკანონმდებლო დონეზე, განათლების კუთხით თავდაცვის სამინისტრო გაცილებით წინ არის წასული ვიდრე შინაგან საქმეთა შედარებაც არ შეიძლება. იმდენად მოწესრიგებული აქვს თავდაცვის სამინისტროს აი საკანონმდებლო დონეზე ჩარჩოები, ნორმები. თავდაცვის სამინისტროში კიდე ყველაზე კარგი რაც არის განათლება არის პრიორიტეტი და თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თუ არ ვცდები 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედა ის ბრძანება, სადაც მოთხოვნები არის. ანუ იქ ჩვენ წოდებას ვერ მიიღებ კონკრეტული კრიტერიუმებს თუ არ აკმაყოფილებ.
თანამდებობაზე ვერ დაინიშნები, თუ შესაბამისი განათლება არ აქვს. თუ არ ვწდები, დავუშვათ, ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას ვერ მიიღებ, მაგისტრის ხარისხი თუ არა გაქვს და პოლკოვნიკის ხარისხს ვერ მიიღებ, თუ დოქტორის ხარისხი არ აქვს, ან მასთან გათანაბრებული, ან ომის კოლეჯი არ აქვს დამთავრებული და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ ამ წრის თქმა მინდა თავდაცვის სამინისტროში უფრო მეტი ინტელექტუალური ოფიცერი არის, ანუ განათლებული ოფიცერი, გაუნათლებელი ადამიანი ვერ მოხდება. ჩვენთან თუ დავუშვათ 9 კლასს დამთავრებულს ნიშნავენ სამმართველოს უფროსად, თავდაცვის სამინისტროს გავსი რამე არ არის. შესაბამისად, უფრო მეტი განათლებული ადამიანები არიან და აი მათი იყო რაღაცა დავუშვათ ჩემს მიმართ გულის ტკივილის გამოხატვა, რომ მე ვითომ ვინმეს დაუპირისპირდი. მე არავის მე არ ჩინაგა საფრთხე სამინისტროს თანამშრომლებს დაუპირისპირდი, მე არ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დაუპირისპირდი, არც ერთ პოსტში, არც ერთ ეს მეორე ინტერვიუ, რომელსაც თქვენ გაძლევთ, გავსი რამე ჩემგან არ გასულა, რომ მე ვინმეს მე სისტემაზე მაქვს პრობლემა და აქ არის ეს მგონია რომ თითოეული მოქალაქის და მათ შორის სისტემაში მომუშავე ოფიცრების პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანას, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ ქვეყნის დაცვა, აი ფიცი რო გვაქვს დადებული, აუცილებელი არის ავტომატით წავიდეთ, იარაღით წავიდეთ და რაღაცა ბრძოლის ველზე დავიღუპოთ და იქ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანობის დროსაც უნდა დავიცვათ. ჩვენი განათლებით, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით და მე მიკვირს უბრალოდ თავდაცვის სამინისტროდან ანუ აქ თუ ვიღაცას დაუშვათ ჩემ ყოფილ კოლეგებს არ შესწევთ იმისი იმდენი განათლება და აზროვნების უნარი რომ გამოიტანონ დასკვნები დღეს რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა თავდაცვის სამინისტროში ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ეს საფრთხეები მით უფრო იქ ძალიან თითქმის ოფიცერთა კორპუსის 70% საშტაბო სამეთაურო კოლეჯები აქვს დამთავრებული მათ შორის საზღვარგარეთ სადაც სტრატეგიულ დონეზე საფრთხეების შეფასებას სწავლობენ და ანალიზს უკეთებენ ამასთან. დღეს რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო დავიჯერო ვერ ხვდებიან, მე მგონია რომ ძალიან კარგად ხვდებიან და ძალიან კარგად იციან სადავართ. უბრალოდ არ ვიცი. ამ დუმილს დაუშვათ დღეს რასაც აქვს და ვიწრო კულუარებში რაღაცების გაправებას თავისი ფასი ექნება და ძალიან ძვირად შეიძლება გადავიხადოთ ჩვენ როგორც ქვეყანა ეს ფასი. თქვი რომ საკუთარი შვილები მყავდა დასაცავი ქვეყანაში, სადაც შეიძლება სამართალი ვერ ვიპოვო. არ ვიცი, ეს შვილებზე მუქარა, ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რამე, რაც თქვი აქედან წასვლის წინ. პირველ რიგში იმას კითხავ, ეხა თუ სრულად უსაფრთხოდ გრძნობ თავს და ბავშვებისთვის როგორი იყო ეს ერთი თვე? შეძლების დაგვარად ბავშვებისთვის მე და მეუღლე ვცადეთ, რომ ასე ვთქვათ, გარემო შეგვიქმნა ისეთი, რომ ბავშვები სტრესში არ ყოფილიყვნენ. თუმცა ის რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ყოფილი თანამშრომლები მაგამოთქვეს სურვილი და მათ დაყავდათ სკოლაში ჩემი ბავშვები, სანამ სკოლას არ დაამთავრებდნენ, სკოლასთან ელოდებოდნენ მანქანით და მოყავდათ და აი ეს ბოლო პერიოდები ესე გავიარეთ. რაღაცა პერიოდი საერთოდ არ დამყავდა მე ბავშვები სკოლაში და როცა დამყავდა, მე ვერ გავდიოდი, ანუ არ გავდიოდი, ვერ იდებოდი ბევრი რამის გამო და ჩემი მეგობრები იყვნენ 24 საათი ჩემთან. ან ბავშვებთან, ან დაბლა იყვნენ, არ ვტოვებდნენ მარტო არც ერთი წუთით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, დღე ერთი მოდიოდა, ღამე მეორე მოდიოდა და ასე შემდეგ რამე რო დაგჭირდეს თქო. და ეს მე და მეუღლე უფრო რთულად გადავიტანეთ ვიდრე ბავშვებმა, იმიტომ რომ მე რაც წამოვედით, ეხლა აკითხო საერთოდ, რა ვიცი, ამათვის ჯერ ვერ გავაეხლა, უფროსი განიცდის, ძალიან განიცდის, იმიტომ რომ უფროსი დიდი არის, მე-9 კლასში არის, უკვე თავისი მეგობრები ყავდა, თავისი სოციალური წრე ჰქონდა ჩამოყალიბებული და სხვათა შორის ძალიან ნერვიულობს. რამოდენიმეჯერ ძილამის რემლებამდეც კი მივიდა, მაგრამ ვეუბნები, რომ ადაპტაციას აქაც კი გავლის და პატარა ყველაზე ბედნიერი არის, იმიტომ რომ
იქ არის სადაც მისი სურვილები და ოცნებები ისეთ ქვეყანაში მოხდა სადაც მისი სურვილები და ოცნებები ძალიან მარტივად ხდება და ეს არის ქვეყანა რასაც დავაკვირდი რომელიც შეიძლება ითქვას რომ ალბათ არის შექმნილი ბავშვებისათვის აქ ყველაფერი თუ კი რამე ხდება აქ ხდება მხოლოდ ბავშვებისათვის არის საოცარი მიდგომა აქვს აქ ბავშვებთან ერთად გარეთ ბავშვებთან ერთად იმიტომ არ გადიოდი რომ მათთვის დამატებითი საფრთხე არ შეგექმნა შესაძლოა და ამაზე კონდათ ანუ უფრო მეტი დეტალები აინტერესებს საზოგადოებას მესმის ბუნებრივია უბრალოდ თუ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემას თუ საქართველოს ეხირსება როდისმე თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ყველა სახელით და გვარებით გლური კანონებით არ ვაპირებ სამართალი გადავიხადო იმიტომ რომ მე მათნაირი არ ვარ და ზუსტად რომ არ ვარ მათნაირი ამითა ვარ კარგი იმიტომ რომ მე მათ ქმედებებს მათივე ქმედებებით არ დაუპირისპირდები წინავე შემთხვევაში მათ დონეზე დავალ და მე მაგის ფუფუნების შესაძლებლობას არ მივცე მათნაირი დაბიო გავხდე როცა სამართალი იქნება და თავისუფალი სასამართლო იქნება ქვეყანაში მათ შორის მათაც მიეცეთ თავიანთი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა უპირობოდ ის კი არა რომ დაუშვათ ირაკლი არის მართალი იგრძნო რა არის რეალური სასამართლო პროცესები სახელით და გვარებით გაიგებს ამას ყველა საზოგადოება ეს ბევრ ადამიანზეა ლაპარაკი ძალიან ბევრზე არა მაგრამ არის ერთი არ არის და ორი არ არის წამოსვლის შემდეგ თუ შეწყდა ეს სარები ჩემთან პირადად არავინ ესე პირადად ჩემს არ დაულებიათ და არ მოუწევიათ თუმცა შუამავლები ყოველთვის არსებობენ მე მესმის მათი შიშები და ბუნებრივი არის იმიტომ რომ იმაზე მეტი ვიცი და იმაზე მეტი ინფორმაციას ვფლობ შეიძლება მათ შექონდეთ წარმოდგენილი და ბუნებრივი არის რომ ეს მათთვის რაღაც გარკვეულ შიშებთან და რისკებთან არის დაკავშირებული უბრალოდ ერთი რაც მინდა მათაც იცოდნენ და საზოგადოებამაც მე არასოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ არ წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალ მე არასოდეს ისეთ ინფორმაციას არ გავცემ რამაც შეიძლება სახელმწიფო დააზიანოს სახელმწიფო ინსტიტუციები დააზიანოს და რაღაცა ჩემი თავის გადარჩენის მიზნით რაღაცებს მე არ ვიკადრებ მე მათნაირ ეგენი კადრებლები არიან ეგენი დღესაც კადრულობენ საკუთარი კეთილდღეობის გადარჩენისთვის ეგენი ანგრევენ საქართველოს მომავალს. ამ ბოლო დღეებში ხშირად არის მსჯელობა იმაზე, ეს არის დავალება რუსეთიდან, თუ დავალების გარეშე იქცევა ჩვენი ხელისუფლება ისე, როგორც რუსეთს იცის რომ მოეწონება. ამ თემაზე თუ გაქვთ რაიმე პასუხი? ამაზე შემიძლია როგორც პიროვნებამ ჩემი ანალიზი და ჩემი მოსაზრება გამოთქვა და არა როგორც სისტემის ყოფილმა თანამშრომელმა დაუშვათ მე ჩემი დაკვირვებით ესენი იმიტომ რომ ვიღაცას მოეწონოს ესენი არ იმოქმედებენ თუ არ ექნებათ კონკრეტული მითითება კონკრეტული დავალება ასე შემდეგ რაღაცა ვალდებულება ან რაიმე კომპრომატები ან რაიმე დაუშვათ მანიპულაციის საშუალებები რითაც ამაზე ახდენენ გავლენას სხვა შემთხვევაში ის ქმედებები და ის ნაბიჯები, ის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ საერთოდ არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის განვითარებას. აი ეს მოგონილი და შეთხსული რაღაცა გლობალური ომის პარტია, ის რაღაცა ომი გინდათ ნარატივი ხვდებით, ანუ ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი, ეს არის კარგად გააზრებული დეზინფორმაცია რომელზეც რომლითაც გავლენას ახდენენ მოსახლეობაზე. ეს ნარატივი არ არის საქართველოში შექმნილი, ეს არის ზუსტად მოწინააღმდეგის მხრიდან წამოსული. ირაკლი, რა დროიდან გაქვთ ეს შეგრძნება, რომ საქართველოს ხელისუფლება დავალებას ასრულებს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი წელი იმუშავეთ სხვადასხვა უწყებაში. აი, მე გეუბნებით, ანუ ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოფინა რუსეთ-უკრაინის ომმა. ძალიან ბევრ რამეს და აი რუსეთ-უკრაინის ომმა მთლიანად ლუსტრირება მოახდინა
ამ ხელისუფლების ანუ ამათთვის ამ ომმა ძალიან ბევრი რამე დააჩქარა და ამ ომის შემდეგ მოხდა მთელი რიგი საკითხების სააშკაროზე გამოტანა რეალურად ესენი ვის მხარეს დგანან და იმიტომ რომ დღესაც ხო გეუბნებით ანუ სანამ წამოვიდოდი იქაც კი როცა მიდიოდა საუბრები ხო იყო დავუშვათ უკრაინაზე დასავლური სამყაროს მიერ გადაცემული შეიარაღება მხარდაჭერა ასე შემდეგ ისევ არის დღეს ხეშობით აუ რუსეთს ვერ მოუგებენ რუსეთი რა მაგარი არის ბოლოს რაღაცა საკონტინენტაშორისო რაკეტა რო გამოიყენეს აფრთოვანებას ვერ მალავდნენ როგორი ეფექტები მოახდინა თურმე რუსეთმა და მარტივად შესაძლებელია ამ საუბრებიდან ამ ნარატივებიდან დასკვნა გამოიტანო რას ემსახურებიან და ვის ემსახურებიან ესენი ანუ ესენი ელოდებიან და მოლოდინეოდ რუსეთი გაიმარჯვებს და მე არ მაქვს ამის იმედი რუსეთმა რომ გაიმარჯვოს იმიტომ რომ არასოდეს ისტორიაში ავტოკრატიას და ტირანიას დემოკრატიულ ღირებულებებზე არასოდეს არ გაუმარჯვია და ვერ გაუმარჯვია და ვერც ახლა ვერ გაიმარჯვებს. ნუ ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაინგრა ფაქტურად უკრაინა და აი ამითაც იცით რა რაც უკრაინაში ხდება საქართველოში იცით რა არის ანუ ეს არის აბსოლუტური წმინდა წყლის სიცრუე და წმინდა წყლის ასე ვთქვათ დეზინფორმაცია ჯერ როგორ უნდა შეადარო უკრაინა საქართველოს ტერიტორიული ანუ კიევის ოლქის ტერიტორია არის მთლიანად საქართველოს თითქმის ხო და უკრაინის ტერიტორიები და მასშტაბები აბსოლუტურად სხვა არის საქართველოს ტერიტორია და მასშტაბები აბსოლუტურად სხვა არის კიევის უკრაინის საფრთხეები აბსოლუტურად სხვა არის საქართველოს საფრთხეები აბსოლუტურად სხვა არის აქ იყო საჭირო სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა და ის რომ ვინმე აიძულებდა საქართველოს ომის წარმოებას აი კიდევ ერთხელ ვიძახი ეს არის უდიდესი სიცრუე და უდიდესი ღალატი საკუთარი მოსახლეობის მიმართ. თუმცა სიცრუე და ღალატი ჩვენ ხომ მოგვისმენია იგივე 2008 წლის ომზეც. უпростоრად სიცრუე მოგვისმენია, რომ ეს იყო ომი, რომელიც პრინციპში პროვოკაციაზე წამოეგო საქართველოს, ხო და თითქოს ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ესეც დეზინფორმაციული ნარატივია პრინციპში. ანუ როცა ეს გესმოდათ, მაშინ ეს ემკაფიოთ ვერ ხვდებოდით, რომ დიდ საინფორმაციო ომშიც ვიყავით? ამას როგორც ომის მონაწილეს ესეც გეკითხებით. თქვენ და აი მე მინდა თხოვნით მიმართო ყველა მედია საშუალებას, თუ კი ვინმე ამას მოისმენს, რომ სულ დაახლოებით ალბათ 3-4 წუთიანი კოლაჟი იქნება საჭირო ამოიღონ 2006 წლიდან 2008 წლამდე ომის პერიოდი რა ხდებოდა ანუ ცხინვალის მისადგომების მდებარე სოფლებში. როგორ იბომბებოდა სოფლები, როგორ ხდებოდა ტერორისტული აქტები, როგორ ესროდნენ, როგორ კლავდნენ, რას აკეთებდნენ. ანუ მე ვერ დავიწყებ ახლა ამ ომის სამართლებრივ შეფასებას, რამდენად სწორი იყო, ან როგორ განხორციელდა, ან ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფოზე გვაქვს ხო ჩვენ საუბარი, ანუ სახელმწიფოს რა უნდა გაეკეთებინა საპირწონედ თავისი მოქალაქეების დაცვისათვის. ანუ ზემო ნიქოსში მე მაგალითად მეგობრები ცხოვრობენ ჩემი და ძალიან ბევრჯერა ვარ ნამყოფი და 2008 წლამდე ჩემი თვალით მაქვს ნანახი RPG-7-ის ჭურვებით ნასროლი და დაზიანებული სახლები, აფეთქებული მანქანები, დახოცილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. და ეს იყო ამას წამოეგო პროვოკაცია. სამას სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? აი ერთი მოქალაქესაც კი თმისღერი რო ჩამოვარდეს, არ უნდა ჩაერთოს სახელმწიფომ პრევენციულ ღონისძიებებში. უბრალოდ მაშინ ჩვენ მარტო დავრჩით, არ ვიყავით ამისთვის მზად და ასე შემდეგ. ეს ცალკე განსახილველი საკითხებია, ცალკე მსჯელობის საკითხები არის და კეთილი ამაზე შესაბამისმა ჯგუფებმა უნდა იმუშაონ. მაგრამ ის რომ 2024 წელს მოსახლეობას არჩევნებში იმის მაგივრად რომ დაპირდე ეკონომიკურად როგორ განავითარებ იმას პირდები 2008 წელს გამოვიძიებო და ამას მოქალაქე რო წამოეგება ანუ არ ვიცი ანუ ამაზე შეფასებაც კი წარმოუდგენელი არის ხო თუ ამათ უნდათ იმ 2008 წლის პერიოდის გამოძიება დანაშაულებების გამოკვეთა გამოვლენა შესაბამისი პირების დასჯა
იმ პერიოდიდან მოყოლებული პორტირებული ყავთ დღეს ხელისუფლებაში როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ისევე პოლიტიკური ფიგურები. ანუ რა გააკეთეს, რა არ ქონდათ რესურსი და დრო? თუ აქაც იმას იტყვიან, რომ გლობალური ომის პარტია აიძულებდა არ გამოეძიებინათ ან ასე შემდეგ. უკვე აბსოლუტურ აბსურდში არიან ეს. და თქვენ როგორც ომის მონაწილე თვლით, რომ გამოსაძიებელია რაიმე ამ შემთხვევაში 2008 წლის შემთხვევაში? გამოსაძიებელი არა, ნახე. მე მესმის ესე, სწორი ესე არის. ყველა ჩატარებულ ღონისძიებას, ყველა ჩატარებულ ოპერაციას სჭირდება შეფასება. ანუ ეს თანამედროვე სტანდარტებით ამას ქვია მოქმედების შემდგომი განხილვა. ანუ AR-ს ეძახიან ეს ამ თავდაცვის წარმომადგენლები ამას ძალიან კარგად გაიგებენ, რაც ნიშნავს ეს, რომ გამოიკვეთოს, სად იყო დაშვებული შეცდომები, რა არ განხორციელდა სწორად, რა არ იქნა გათვალისწინებული. შეცდომები იყო დაშვებული მიზანმიმართულად ვინმეს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით იქნა ზიანი მიღებული, რომ ეს თუ არ გაკეთდა, ანუ ჩვენ თუ ამ კულტურამდე ვერ მივედით, ჩვენ სახელმწიფოს ვერ შევქმნით. ჩვენ თუ ვერ მივედით იქამდე, რომ კი მე ვთქვა შიდა სამზარეულოში, რომ მე აქ შეცდომა დავუშვი და თუ კი ეს შეცდომა ფატალური იყო, მე სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი პასუხი ვაგო. აი რომ იძახიან, აი პირობითად დღეს ეხლა მოყავთ მაგალითად გავრილოვის ღამე ან ჩემთან მიმართებაში, აი გახარიას ჩანერგილი აგენტი, ესე შემრაცხეს. საიდან მოდის ეს თეორია, ბარემ ამასაც გითხავთ? იცით რა არის, ოდესაც ანუ რაღაცა ანუ პირობითად ჩემს ქმედებას ან ჩემს საუბარს რაღაც არგუმენტებით ხომ და დაუპირისპირდნენ. ეს არგუმენტები რო არ არსებობს, ძალიან მარტივია ადამიანზე მოახდინო, ასე ვთქვათ, რაღაცების დაბრალება, რითაც მის პიროვნებას დაბლა დაწენ. და საზოგადოებაში არასწორ განწყობას შექმნი, რომ თურმე მე ვიღაცის ჩანერგილი აგენტი ვარ. იმიტომ რომ ეს თვითონ სახელმწიფოსაც უყავს, ანუ თუ მათი ჩანერგილი აგენტი ვიყავი, ესე იგი რას აკეთებს მისი სტრუქტურები, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უამრავი დეპარტამენტი და უამრავი ორგანო არსებობს, ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს, ხო? ანუ არ მეუბნო გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა მე დავიწყე მუშაობა. და ვახტანგ გომელაური იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა მე ოპერატიული სამმართველოს უფროსად დავინიშნე. ანუ რა შუაშია გახარიას ჩანერგილი აგენტობა და საერთოდ აი ეს არის ძალიან ცუდი, რასაც ესენი აკეთებენ, როცა მხარის იარლიხს აკრავენ პოლიციელებს, იმიტომ რომ მე პირადად შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ფორმა რო ჩავიცვი და მოქალაქეთა კავშირი მართავდა მაშინ საქართველოს ხელისუფლებას და იმის მერე 4 პრეზიდენტი შევიცვალე, 26 მინისტრი და მესამე პოლიტიკური ხელისუფლება არის ეს. გახარიას ნაწილში გავრილოვის ღამეს ვიძახი. კი, მუშაობდი. შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მაგ დროს და მომიწია იმ აქციაზეც ყოფნა. მაგრამ იმ აქციის შემდგომ გამოძიება ჩატარდა. გენერალურმა პროკურატურამ მთელი რიგი საგამოძიებო პროცესები გაატარა. თუმცა დასჯილი პოლიციელები არ გვინახავს და არც დაზარალებული ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებაში იქნა მიცემული გარკვეული თანამშრომლები, გარკვეული თანამდებობის პირებს, თანამდებობები დაატოვებინეს. ანუ მე ვერ შევალ ახლა პროკურატურის ლეგიტიმაციაში და იმას ვერ განვიხილავ, რატო არ გააკეთა, ან სწორად გააკეთა თუ არასწორად გააკეთა, მაგრამ ხო ჩატარდა, ხდებით, ანუ ეს გამოძიება ხო ჩატარდა, ანუ ხო მოხდა რაღაცა სრულყოფილი იყო თქვენთვის ეს გამოძიება, იმიტომ რომ იგივე ყველაზე ცნობილი დაზარალებულები, ვინც არიან მაკო გომური და გიო სულაშვილი, ვინც თვალები დაკარგეს, მათ შემთხვევებზე არ ვიცით ვისი და ვისი ბრალეულობა იყო ეს. ანუ მაგას აი რა არის ანუ ისევე როგორც არ ვიცით ვინ გასცა ბრძანება, ეს ლეგენდარული ფრაზა უკვე რომელიც რიტორიკულად ისმის. ამაზე ალბათ ჩემი აზრი, ჩემი მოსაზრება არის ესეთი, რომ ბატონ გახარიამ უნდა გასცეს ოდესმე ამას თუ გასცემს პასუხს და კითხვა ამაზე მე გამოძიებასაც შეეძლო ამაზე პასუხის გაცემა, თუ გამოძიება იყო. აი პირობითად ეხლა კონკრეტულად მაკო გომურის შემთხვევა თუ ნებისმიერი დაზარალებული მოქალაქის, იმიტომ რომ ის დაუშვათ კონკრეტულად ვისი გასროლილი თოფიდან მოხვდა იმ კონკრეტულ ადამიანს, ანუ მაგას ვერ დაიდენტიფიცირებენ, იმიტომ რომ არ უნდა ამისი დაიდენტიფიცირება. ფიზიკურად წარმოუდგენელი არის, ხო, იმიტომ რომ იქ რაც იყო იმ სიტუაციაში, ანუ ჯერ იმ მომენტის შედარება დაუშვათ იმ დროს, ანუ
მე რამეს ნახეთ რის თქმა მინდა რომ სწორად მინდა გაომიჯნოთ პროცესები ხდებით იმ დღეს რაც მოხდა იქ იყო სახელმწიფოს ინსტიტუციაზე შტურმი თქვენთვის ეს შტურმი იყო და არა მშვიდობიანი აქცია არა მშვიდობიანი აქცია იყო აბსოლუტურად გაბრაზებული აბსოლუტურად სწორად გაბრაზებული მოსახლეობა რომ ვიღაცა რუსი დასვეს პარლამენტში ბუნებრივია უბრალოდ მერე გადაიზარდა უმართო პროცესებში და გარკვეული ჯგუფების წინამდე პარლამენტში შესვლას და შეღწევას. ყოველთვის რაც არ უნდა იყოს წინა ხელისუფლება იქნება, მოქმედი ხელისუფლება, მომავალი ხელისუფლება იქნება, საზოგადოება უნდა გაიზარდოს საზოგადოებაც. მარტო საპოლიციო მიმართულებაში არ არის რიგი ხარვეზები, საზოგადოებაშიც ხარვეზები არის. თუ უნდა რამე შეიცვალოს, მე მგონია რომ ეს უნდა მოხდეს ყველა დემოკრატიული ნაბიჯების გავლით და არა უშუალოდ რევოლუციებით, არა ძალადობით, არა რევანშით, იმიტომ რომ ყველა ძალადობა, ყველა რევანში, ყველა რევოლუცია წარმოშობს ძალადობას. ეს უნდა მოხდეს თუ კი ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა გადავრჩეთ. სახელმწიფო განვითარდეს ინსტიტუციურად, მე ესე მესმის, რომ ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული ფორმებით, ხვდებით და მას შემდეგ ესეთი მასიური და უშუალოდ რომ პარლამენტში შეღწევა და ასე შემდეგ, მე ირაკლი, თქვენ თვლით, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ იმდენი ძალა გამოიყენა, რამდენიც საჭიროა და არ გადაუჭარბებია? იყო, რა თქმა უნდა, ამას ყველა აღიარებს, მაშინდელმა მინისტრმაც და პრემიერ-მინისტრმაც აღიარა და ამას პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე არის, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე რო გადავა და ეს პირდაპირ ამ პროცესების აღიარება იყო და იმიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები და იყო მთელი რიგი დარღვევები, ამას არავინ არ უარყოფს. იყო, რა თქმა უნდა. და ეს დარღვევები უნდა გამოსწორდეს, მაგას ვიძახი, ხვდებით, ომის შეფასების არ იყოს, ხვდებით, გამოძიება, ეს ცუდად კი არ უნდა იქნეს წარმოჩენილი საზოგადოებაში ან ძალოვან სტრუქტურებში, რომ ეს გამოძიება და შეფასება იმიტომ ტარდებოდეს, რომ ვინმეს თითი უქნიოთ. არა, ეს უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ გავიზარდოთ. იმიტომ, რომ მსგავსი შეცდომები მეორე დღეს არ ჩავიდინოთ. ამაზე უნდა მოხდეს შეფასებები და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა უნდა ხდებოდეს ამაზე. რაც არ ხდება სამწუხაროდ. 20 ივნისის შემდეგ ეს მოხდა? შიგნით იყო ამისი საქმიანად განხილვა და ხარვეზების გამოსწორება? 20 ივნისის შემდეგ მე დირექტორი შეიცვალა, ახალი დირექტორი მოვიდა და იმ დირექტორმა თვისობრივად შეცვალა მთლიანად საპოლიციო მასების მართვის ღონისძიებების მიდგომა. თვისობრივად შეიცვალა ეს. ირაკლი, რევოლუცია ახსენე, რომ რევოლუციის გზით აღარ უნდა შეიცვალოს ხელისუფლებაო. დღეს როცა პროტესტის 35 თუ კიდევ უფრო მეტი დღეა, თვეზე მეტია, ხო? ინტენსიური პროტესტია ქუჩაში. ერთი მხრივ ლაპარაკობენ იმაზე, რომ სახელმწიფო შეიძლება გამოიფიტოს და დასუსტდეს რეპრესიული აპარატი, თუმცა მეორე მხრივ საზოგადოებაც იღლება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ცდილობს ყოჩაღად იდგეს. როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკური ცვლილებები, რომელსაც ითხოვს საზოგადოების ერთი ნაწილი? და ყველა გზით ეწინააღმდეგება მეორე. ჩემი როგორც პიროვნების შეფასება არის ესეთი, აბსოლუტურად გულწრფელი არის ესეთი, რომ შესაძლოა მოქმედი ხელისუფლება დღეს ტელევიზიებით აბსოლუტურად სხვა ნარატივს აუბრობს, მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ მათ უკან დგანან რაღაც გარკვეული ადამიანები, მათ შორის შეიძლება ეს იყოს ბიზნესწრე, შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ხვდებიან და იმ რისკებს აფასებენ, რა რისკების წინაშე დღეს ეს ქვეყანა დგას. და მაინც მგონია, რომ ხელისუფლება უნდა რაღაც კონკრეტულ დათმობაზე უნდა წავიდეს. ხვდებით, ამის რესურს ხედავთ, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი დათმოს ძალადობა? მარტო დამოკიდებულად ხელისუფლების ნება რომ დათმობაზე წავიდეს, არა, მე ხედავ რესურს დაუშვათ მაქვს, ასე ვთქვათ, ავიცი, პოზიტიური იმედი, რომ მათ ირგვლივ არსებობენ, ხვდებით, ადამიანები, თუნდაც დაუშვათ მე არ მქონდა ნანახი ირაკლი რუხაძის ინტერვიუ ნახე ვასილ მაღარაფერიძესთან სანქციებთან მიმართებაში ახლა. პირველად რო ჩავაგდებენ დიწყალში ხო, მე გაიხედო, გამოიხედო, მე ცურავ და ეს დიდი ნაბიჯები ნახე. 6 თვის წინ მაგალითად სიტყვა სანქცია იქნებოდა დედა და ხალხი გაინტერესებდა. ნახე რა მოხდა, დაასამცილეს ხო ვიღაცები. ეხლა უკვე ეგეთ სიტუაცია და ახლა და არა პერფექტ საშია. არ არის, ეგ არის მაგას სუვიძა. ეგ არის
ეგ არ არის სწორი მიდგომა. სანქცია ძალიან საშუალო, ჩვენ არ დაუსანქციებიათ. დაასანქციეს ერთი თუ ორი ადამიანი რეალურად ფინანსურად და გადავაგორეთ. ძალიან საშუალო ფინანსური სანქციები და თუ არ გჯერებს საშუალო, შეხედეთ რა მოვიდათ რუსებს, რა მოვიდათ იმ ხალხს, ვინც რეალურად დაასანქციეს. ჩვენთან ლაითად აკეთებენ ამ ყველაფერს, ჯერ ეს რაღაცა ვიზა ვერ გაიგებ, ვიზა ვერ შევხედავ, იმიტომ რომ რუსების სულ სხვა მდგომარეობაში ნუ ახლა გავქრა, ვინც დაასანქციეს უამრავი ხალხი ძალიან გაუჭირდათ ეხლა და ძალიან რთული რაღაცა არის. რთული როა მაგას ანუ შენ საბანკო ანგარიში არ გექნება. ესეც საქართველოში არის, ამისად ნათია თურნავას ველაპარაკებდა და უთხარი რა მე ყველას მოუყევით ხო ირაკლი ხალხზე მოვიდა და თქვა რომ თუ დაგასანქციეს დაგიხურავ საბანკო ანგარიშს. იმიტომ კი დაუხურავ რომ არ მინდა. იმიტომ დაუხურავ რომ ბანკი აღარ იქნება ლიბერტი ბანკი, როგორც კი დასანქციოს მომსახურება. ვიზა და მასტერკარდთან მიწერია რომ არ უნდა მომსახურო, ყველა საკორესპონდენტოსთან მიწერია კონტრაქტში რომ არ უნდა მომსახურო და უცებო დაიწყონ მასობრივი დასანქციება, აქ სხვა პრობლემა გაჩნდება. საბანკო სისტემა დაუპირისპირდება ქვეყანას. ანუ წარმოუდგენელი არის ჩემთვის მსგავსი ადამიანს არ ესმოდეს ის რისკები და საფრთხეები, მსგავსი განათლების და გამოცდილების ადამიანს რა რისკების და საფრთხეების დგას დღეს საქართველოს. შეიძლება ამას არ ამბობდნენ ღიად და საჯაროდ, ხდებით, მაგრამ კულუარებში და ვიწრო წრეში მიდიოდეს მსჯელობა და რჩევები, რომ ანუ ამან რა შეიძლება რა რისკები და საფრთხეები მოიტანოს. და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების ეწოლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორც დაუშვათ ევროპიდან ისე ამერიკიდან, რომ ეს მოქმედი ხელისუფლება აიძულონ რაღაც გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. სხვანაირად ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ, იცით რა არის, მე მესმის აბსოლუტურად მოქალაქეები უფრო მეტად იღლებიან. იმიტომ რომ ანუ მოქალაქეები ანუ იქით მხარეს დგას სახელმწიფო უამრავი რესურსით და ძალიან დიდი პრივილეგიებით ქუჩაში მდგომ ადამიანებთან მიმართებაში, ხდებით? აქ არის ბევრი გულწრფელად გამოსული ადამიანი, რომლის ინტერესი არც ფინანსური არის, არც მატერიალური არის, არც რაიმე თანამდებობის მიღების სურვილი არის, მხოლოდ არის ქვეყნის გადარჩენა. და წარმოიდგინეთ, ამდენი ხანი, ანუ წარმოუდგენელი არის, ეს არის მაგალითი, რა ვიცი, ამაზე ალბათ ისტორიის წიგნებში უნდა შევიდეს ეს პერიოდი და მომავალთაობებს უნდა ასწავლონ. როგორ გადარჩა ეს და საპოლიციო ძალების გამოფიტვა როდის შეიძლება დადგეს დღის წესრიგში? ყველა რესურსი ამოწურვადი არის. ყველა რესურსი ამოწურვადია სახელმწიფოს. დღეს იქნება თვალე ეს რესურსი ამოეწურება სახელმწიფოს. ბევრი მიმართულებით ამოეწურება. და ხელისუფლების მხრიდან კიდე უფრო გააშმაგებას არ ელით, თქვათ ხელისუფლება ხშირად ახსენებს მაიდანს, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ არა მხოლოდ წიწაკის სპრეის და ხელკეტებს იყენებდნენ, ცეცხლსასროლი არახსაც იყენებდნენ, ხო? მე არ ამგონია, ეს არ არის ძალიან ვიწრო სოციალური კავშირების ქვეყანა ვართ. ბელარუსიის მაგალითად საქართველოში ფიზიკურად ვერ მოხდება. ბელარუსიაში შეიძლება ისე ჟარგონს ვიხმართ, ანუ მოტეხონ 4-5 ადამიანი და გააქრონ, საერთოდ ვერ გაიგონ. საქართველოში მსგავს რამეს ვერ გააკეთებენ, ხდები? ანუ იქ ტერიტორიული, გეოგრაფიული არეალები, საზოგადოება აბსოლუტურად სხვა არის. საქართველოში ძალიან პატარა გეოგრაფიული არეალი გვაქვს და საზოგადოებაც აბსოლუტურად სხვა არის და ანუ მისი შედარება არ მგონია სწორი და ბელარუსის მაგალითს ვერ გაიმეორებენ ჩემი აზრით, ვერც მაიდანის მაგალითს და ვერც მოსკოვის მაგალითებს. წარმოუდგენელია, მე არ მგონია. ამაზე ღრმად მწამს, რომ ხელისუფლება რო წავიდეს მსგავსი სისხლის ზღვრაზე, მე ვიცი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანუ იქ თუ არიან ცალკეული ვიღაც ჯგუფები, რომლებიც ყველაფერზე ხელს მოაწერენ, გაცილებით ბევრი არის ისეთი, ვინც ამაზე ხელს არ მოაწერს და რაც არ უნდა დაპირდეს ფინანსური პრემია იქნება თუ კეთილდღეობა, არ მგონია ამაზე ეს იკადროს და ამაზე წავიდეს. და ირაკლი, გითხავთ თქვენი წამოსვლის შედეგებზე სისტემის შიგნით. თქვენ ნოდართან ინტერვიუში თქვით, რომ არ მიგიღიათ ბევრი ნაცნობისგან მოკლედ არ მიგიღიათ ან სოლიდარობა, ან მხარდაჭერა, ვისაც წლების განმავლობაში, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდით. მას მერე კიდე დრო გავიდა, ხო, არ ვიცი, დაფიქრდნენ ადამიანები იმაზე, რა შეიძლება მათ გადახდეთ თავს თუ კი თქვენ გემუქრებოდნენ სამსახურის დატოვების შემდეგ შვილების მოკვლით მაგალითად. სამწუხაროდ არა.
იმ დუმილს თავისი ფასი აქვს. ისევე როგორც ტყუილს და იმ დუმილსაც თავის და ყველა დღეს ადრე თუ გვიან ამას გადაიხდის. თუ ეს არ გადაიხადა დაუშვათ და არ გადაახტევინეს 2012 წლის მერე და ამაზე ხელ მოქმედმა პოლიტიკურმა გუნდმა არაფერი გააკეთა, ხო? აი ეს ახალგაზრდები ქუჩაში მის დგანან, ხო? ისინი არ შეეგუებიან და ვერ შეეგუებიან. ანუ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის რამდენიმე წლის შემდეგ თვლით, რომ სისტემას მიეცით თქვენი თავის გამოყენების საშუალება თუ თვლით, რომ სანამ იქ იყავით შეეცადეთ და გააკეთეთ საუკეთესო, რაც შეგეძლოთ ამ ქვეყნისთვის გაგეკეთებინათ? აი როცა თავის გამოყენებამდე მიდგა მე წამოვედი. იყო და აბსოლუტურად ასე ვთქვათ გაღიზიანებული და გაბრაზებული მოქალაქეებისგან მესმის, რომ აი აქამდე სად იყო და ასე შემდეგ. მე სადამდე შემეძლო პოზიტიური როლი შემესრულებინა, მე იქამდე ვმუშაობ, სანამდე შემეძლო რაღაცა შემეცვალა უკეთესობისკენ, იმიტომ რომ მე არ ვიღებდი, მე არ ვიყავი თანამდებობის პირი, რომელიც ადგილზე გადაწყვეტილებას იღებდა ან დარბევებს ან აქციების დაშლის პროცესში მონაწილეობდა. მე უზრუნველყოფდი ამ ყველაფერს სამართლებრივ ჩარჩოებში, მე ვქმნიდი სახელმწიფო ლიტერატურას, მე ვქმნიდი საკანონმდებლო ბაზას, მე ვქმნიდი საჯარისო სამსახურების მიმართულებით დოკუმენტაციებს და წერდი ანალიზებს, შეჯამებებს და ასე შემდეგ. ანუ ჩემი სამართლო ცოტა უფრო ინტელექტუალური სამართლო არის და უფრო ესეთ მიმართულებებზე მუშაობ და ვიდრე დაუშვათ კონკრეტული აი შიდა ქართლში როცა გორში მუშაობდი, უშუალოდ ვიღებდი ხელმძღვანელი ვიყავი და პროცესებში ვიყავი ჩართული, მაგრამ აქედან არაერთი კონკრეტულს, არამედ მთლიანად დეპარტამენტს უზრუნველყოფდი მე ჩემი საქმიანობით. და თუ მიმაჩნია და ამაყივა, რომ ძალიან ბევრი რამე კარგი გავაკეთე, რაც შემეძლო ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ძალიან ბევრი რამე კარგი გავაკეთე ამ დეპარტამენტისთვის, რომელიც დარჩება. ამას ვერავინ ვერ წაართმევს, ამას ვერ დაანგრევენ, ამას ვერაფერს ვერ უზავენ. ხდები შეიძლება მე მტრად ვიყო გამოცხადებული ან მოღალატეთ ან ასე შემდეგ, მაგრამ მათი მხრიდან ჩემი სტატუსი ჩემზე არ მოქმედებს. მე ვიცი ზუსტად რა გავაკეთე ამ დეპარტამენტისთვის, მაგ დეპარტამენტისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ასვაკეთებდი. და თუ არის რაიმე ისეთი დავალება, რომელიც შეასრულეთ და ეხლა უკვე დროის გასვლის შემდეგ ისურვებდით, რომ ეს არ გაგეკეთებინათ? არა, არც ერთი. მე არ შევასრულებდი არასოდეს, მე არ ვარ ის პიროვნება, რომ აი ბოდიში, აი ესე ვიღაცამ ეს გააკეთოს. იმიტომ რომ ჩემი განათლება და ჩემი გამოცდილება რაც ცხოვრებაში დავაგროვე, ესე არის თუ ჩავთვლიდი და ჩავთვალე საჭირო რომ უკვე იქ აღარ იყო ჩემი როლი და ადგილი. მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა, მე ჩავთვალე რომ ჩემი როლი და ადგილი ამოვწურებდები და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო რომ მე რაღაც დებოში წამოსვლას ჩემი თვითმიზანი არ იყო. მართლა გულწრფელად უბრალოდ შეიძლება ისე წამოსულიყავი სისტემიდან ვერავის ვერ გაიგო. და რატო აღიქვა სისტემამ ესე მტკივნეულად თქვენი წამოსვლა და დებოშად? აი იმიტომ რომ არა მე მინისტრის მოადგილესთან ძალიან ადამიანური საუბარი მქონდა ბატონ იოსებ ჭელიძესთან და დავემშვიდობი, აი ადამიანურად დავემშვიდობი და ისე წამოვედი. უთხარი კიდევაც რომ მე მივდივარ ყველანაირი რაღაცების გარეშე. უბრალოდ მივდივარ, ხდებით და აი მართლა არ ყოფილა, ხდებით და ანუ ეს შიგნით დეპარტამენტში მოხდა და ეს დეპარტამენტი და აი ეს ადამიანები, რომლებიც იქ არიან, დღეს იქნება თუ ხვალ მაგ სისტემას კი არა მთლიანად სახელმწიფოს დაღუპავენ. იმიტომ რომ ესენი არიან უკონტროლო ადამიანები აბსოლუტურად. და ირაკლი, ბოლოს კითხავთ, თქვენ თქვით, რომ ძალოვან სტრუქტურებში სხვა ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი, სხვა ბევრი არაფერი არ ვიცით სამოქალაქო ადამიანებისგან განსხვავებითო. ეხლა როცა ერთგვარ გასაყარზე დგახართ და ფაქტობრივად ახალ ცხოვრებას იწყებთ სხვა ქვეყანაში, როგორია თქვენი ოცნებები? მოკლედ ეს არის ქვეყანა, სადაც ჩემნაირი სტატუსი ჩამოსული ადამიანებს მოუწევთ თვითგადარჩენისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა. რა ვიცი, შეიძლება ფიზიკური შრომა და ასე შემდეგ. თუმცა რასაც ვაპირებ პარალელურად ეს არის, მინდა რომ ასე ვთქვათ, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქ ამერიკა იძლევა განათლების
სხვადასხვა სასწავლო კურსები არის და ისევე როგორც რამოდენიმე მე ხო აღვნიშნე, ეს ჩემი გამოწვევა არის, ანუ მე რომ რამე არ ვისწავლო და რაღაც ახალი არ გავაკეთო, ამას უკვე ვეღარ ვეგუები და მინდა რომ ანუ აქ რაღაცა ისეთი ან რა მიმართულებაც მაქვს, ის მიმართულება დავხვეწო, განვავრცო და მაქვს მოლოდინი და მოლოდინთან ერთად სურვილი მაქვს ძალიან დიდი, რომ ჩემს ქვეყანაში დაუბრუნდე და მომეცეს ისევ შესაძლებლობა ჩემი ცოდნა და გამოცდილება რაღაცით. თუ არ იქნება გულწრფელად რო გითხრა საჯარო სამსახურებთან მიმართებაში ნდობა მაქვს დაკარგული, უფრო მეტად ალბათ რა იქნებოდა ჩემი ოცნება, ეს იქნებოდა სტუდენტებთან ურთიერთობა და სიამოვნებით აი სტუდენტებთან ჩავატარებდი ლექციებს და იმ ახალგაზრდებთან ვიმუშავებდი ძალიან აქტიურად. სამწუხაროდ არ გვაქვს ესე კარგად ჯერჯერობით მოწესრიგებული ქვეყანაში კვლევითი ინსტიტუტები და არ აქვს ეს ხაზი განვითარებული ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, მაგრამ მივიღებდი მონაწილეობას მის შექმნაში თუნდაც. თუ აქ მომიწია დარჩენა ეს ბუნებრივი, ანუ ჩემი შვილებისათვის იქნება ყველაზე კარგი შესაძლებლობა განათლების მიღების თვალსაზრისით და ამით უკვე მეკმაყოფილი ვიქნები და და გკითხავ ინფორმაციაზეც, რომელიც შენ შეიძლება მიაწოდო მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტს, ხო? ან არ ვიცი, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, ორგანიზაციებს, მედიებს და ასე შემდეგ საქართველოს მიმდინარე ამბებზე. შეგიძლია რაიმეს მესმის, რომ ეს სენსიტიური ამბავია, რისი გაცემა შეგიძლია? და რას არ გასცემ პრინციპულად? მოდი ამ კითხვას დავტოვებ პასუხ გაუცემელს. ერთი ზუსტად იცოდეთ თქვენს და მინდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ მე არასოდეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არასოდეს არ წავალ და ჩემი ყველა ნაბიჯი, რომელსაც მე გადავდგავ აქ თუ საქართველოში, მხოლოდ მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ აბა როგორი იქნება თქვენი ცხოვრება ამერიკაში და როდის შეგეძლებათ უკან დაბრუნება უსაფრთხოდ საქართველოში. მადლობა დიდი.